მოგესალმებით მეგობრებო, დავიწყოთ ისევ გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები და განრჩევები ბიბლიის. ჩვენ მივედით 37 თავზე. თავამდე დღეს დავიწყებთ 37 თავიდან. ყველას დაგპატიჟებთ და მოკლედ მოხდება გავაკეთოთ, რა გავაკეთეთ ახლა გუშინ. გუშინ ესე იგი მოითხოვა ვითარებამ, რომ ჩამოგვეყალიბებინა სად როგორ ვინ რანაირად იშვა. სად ვინ როდის სად წავიდა და რომელ ქვეყანაში გადაიხვეწა. და ჩვენ გავაკეთეთ კი არა და ჩვენ თუ მე როგორც არის, აგერ შეიქმნა ესე იგი რუქა დაახლოებით რუქა შეიქმნა, აი აქ ნოეს შთამომავლობის, აქ ვნახეთ რომ ესე იგი ადამი და ევა შოვენ კაინს, აბელს და შეთს. შეთის შთამომავლობა აი აქ მოდის და შემდეგ ქალაქებად ყალიბდება, აი ნოეს მერე უკვე ქალაქებად ყალიბდება, ქალდეველთა ქალაქი, ეგვიპტე, ქანაანი, ქამის შთამომავლობა ქანაანია და იაფეტის შთამომავლობას გავიგებთ ახლა ვინ არის. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ახლა აი ნახეთ მოცემულობა ასეთი. კაინის შთამომავლობა მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა აქ დაწყევლა ის, რომ ვინც კაინის შთამომავლობას ხელს დაადებს, ესე იგი დაისჯება 7 თავით დაისჯება და აი ნახეთ რომ რომელიღაცა წელს უკვე აი აქ 767 წლისა იყო ლამექი, როდესაც ნოე შვა და უბრალოდ 767 წელი იმეფა ლამექმა იცხოვრა უბრალოდ და მერე შვა ნოე. აქ ნოეზე უკვე აღარ არის რამდენი წელი იცხოვრა ნოემ, იქ უკვე არის ჩამოთვლილი რომ სამი ქამი და იაფეტი სემი ქამი და იაფეტი შვა ნოემ და სემმა ეს შთამომავლობა წარმოქმნა, ქამმა ის შთამომავლობა წარმოქმნა მთლიანად და ამაში კიდე გაიყო ორად და ეს ერთმა ეგვიპტე ანუ მიცრამის შთამომავლობამ ეგვიპტე წარმოქმნა, ქუშის შთამომავლობამ და ფუტი არ ვიცი ჯერ რას წარმოქმნის, მაგრამ ქუშის შთამომავლობამ ქანაანი წარმოქმნა და იაფეტმა მერე რა წარმოქმნა, აგერ მე მგონი ესენი არიან აშქანი თოგარმა, ესენი სახელებია, ამან მე მგონი ფარიზეველი წარმოქმნა, ფარიზეა, არ ვიცი, ნახოთ. ყოველ შემთხვევაში ეს არის საინტერესო განვითარება იმ მხრივ, რომ შემდეგ ქანაანის ქვეყნიდან, ესე იგი ქალდეველი აბრაამი სემის შთამომავლობის გადასახლდება ქანაანში, ანუ ქამის შთამომავლობაში და ჩვენ ვიცით რომ ნოემ ქამი დაწყევლა, რომ ის ვერ გაიხარებდა და დაწყევლილი იქნებოდა, ესე იგი ამ ძმების მონა იქნებოდა და ერთი სიტყვით ყოველ შემთხვევაში აგერ შეერთდნენ ისევ ძმები ქალაქ ხარანში, აბრაამი გადმოდის თავისი მონაგარით ქალაქ ხარანში, რომელიც ეკუთვნის აგერ მიცრამის და ქამის შთამომავლობას. ქამი და მიცრამი ერთი. ეხლა ჩვენ გავიგებთ თუ რა ხდება აქ. ჩვენ ვიცით რომ საერთოდ კაინის შთამომავლობა გაწყდა, აღარ არსებობს ნოეს წარღვნის დროს. იმ ღმერთმა, რომელმა ღმერთმაც კაინის მკვლელი დაწყევლა, თვითონვე გაანადგურა კაინი. ესე იგი თავისი თავი დაუწყევლია ღმერთს 7 თავით. თუმცა ენოქის თხოვნით ღმერთმა წამოიყვანა და აი ეს მთელი ნოეს მოდგმა გაამრავლა. ეხლა მოდი ვნახოთ აქ იესო ქრისტე ვისი შტოდან არის, გუშინ ქალბატონმა მაია მომწერა რომ იესო ქრისტე არის ესე იგი რა თქმა უნდა აბრაამის შტოდანო და აი მთელი რიგი ხაზი ჩამოვწერე, აი აქ არის იესო ქრისტე, იწყება მოდის და საბოლოო ჯამში აი აქ ხო მოდის და ისევ მიდის აქ. ანუ ერთი წრე დაარტყა რა. ეხლა ჩვენ ვთქვით რომ იესო ქრისტე არის ეს ესე იგი ქრისტე, ანუ იესო ქრისტე არის ეს ესე იგი აბრაამის შტოდანი,
ეხლა რა ხდება? ხდება ის, რომ ჩვენ გასარკვევი გვაქვს მართალია იოსები მოდის აბრაამის ხაზიდან. კი ბატონო, ვიცით რომ იოსები ქრისტეს მამობილი, ესე რომ ვთქვათ, ხო, მამობილი არის აბრაამის ხაზიდან, მაგრამ ვინ არის ქრისტეს დედა? მარიამი. ამბობენ რომ მარიამიც არის ქალდეველი. ეხლა ვნახოთ, ქალდეველი არის სემის მოდგმა. თუმცა ქამის მოდგმა არის დაწყევლილი, ანუ სემის მოდგმა ვიცით რომ არის ქალდია. აგერ ჩვენ ვიცით რომ ხეთები და სიდონი არის მცხეთაში, ხო? აი ნახეთ, უყურეთ. ფუტი, ქამის შვილი არის ფუტი. ხომ არ არის ეს ის ფუტიეთი, რომელიც არის რაჭაში. მერე ქანაანის ფუტიდან მოდგმა არის სიდონი და ხეთი. აი ეს, მეგობრებო, ეს სიდონი და ხეთი, მე ვფიქრობ, რომ არის მცხეთაში. და ჩვენ ვიცით, რომ აი ამის მოდგმა, აბრაამის მოდგმა, თვით იუდეველები ჩადიან მერე სწორედ მცხეთაში სახლდებიან. მაგრამ ეს ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს, აი მივალთ მანამდეც, როდის, სად და როგორ მოხდება ეს. მე ვფიქრობ, თუ მარიამი არის ქალდეველი არის აბრამის მოდგმა და აბრაამი მიდის ქალაქ ხარანში, რომ ის დასახლდეს, ესე იგი, ქანაანის ქვეყანაში, მაშინ საკითხავი არის ეხლა რაღაც ერთი საკითხი. ქალდეველები შეერივნენ ქანაანელებს, ხო? ერთმა ძმამ, მისმა ძმამ მოიყვანა ცოლი, ძმამ კი არა, მისმა შვილმა მოიყვანა ცოლი, ქალდეველი ცოლი, რომელიც არ ევასება სარას, მის აბრაამის ცოლს. და ეუბნება, რომ ისო, შენო თუ მეორე შვილსაცო ქალდეველზე დააქორწინებო, ჩემი სიცოცხლე არაფრად არ ღირსო, სარა ეუბნება თავის ქმარ აბრაამს. ამიტომ გააგზავნე ჩემი შვილიო, მეორე ბიჭი, ჩემს ძმასთან ლაბანთანო და ის ლაბანი მიხედავს იმას და დააქორწინებსო. მოკლედ ლაბანს ორი შვილი ყავს, ორი გოგო ყავს. ორი შვილი არ ყავს, ორი გოგო ყავს, ესენი არიან ლეა და რებეკა. ლეა და რებეკაზე ორივეზე დააქორწინება ეს მისი შვილი. რა ქვია მაგ შვილს? იაკობი და მეორეს რა ერქვა? სამუელი? ესავი, იაკობი და ესავი. ესე იგი, იაკობი და ესავი, იაკობი მოიყვანს, ესე იგი, გამახსენით, რომელი მიდის, იაკობი მიდის თუ ესავი მიდის ლაბანთან. გონი იაკობი მიდის ლაბანთან, ხო? და ესავი შემოეგებება, იაკობს რო ეშინია. ხო, იაკობი, ესე იგი, იაკობი მიდის ლაბანთან და ქორწინება რებეკაზე და ლეაზე, ესე არ არის, ის და იმასაც შეატენის. ანუ ეს ლაბანი, სარას ძმა, იგივე აბრაამის შვილი, როგორც ჩანს, თუ სარას ძმა არის ლაბანი, ესე იგი აბრაამის შვილი გამოდის, იმიტომ რომ სარა იყო აბრაამის ნახევარდა. უბრალოდ თერახის შვილი გამოდის. თერახის შვილი გამოდის ლაბანიც. აი აქ გასარკვევია. თერახის შვილი კიდევ არის ლაბანიც. ლაბანი. ხო, ჩავწეროთ. და ლაბანს ყავს ეს ორი ქალიშვილი, არიან ეს რებეკა და ლეა და ეს აბრაამის შვილი რომ მიდის ამასთან რომ შენი შვილი ვარო, ხო? უბრალოდ შენი
ძმისშვილი ვარო ეს ლაბანი მიუხედავად იმისა რომ რებეკაზე იყვნენ მოლაპარაკებული ლეას შეუგზავნის ღამით ლოგინში ხო და კარავში და დაწובה ეს ლეასთან და დილით რო გაიღვიძებს ნახავს რომ ლეას და ზედაქორწინებულა თურმე და რო გაიგებს რომ რატო გამიკეთე ესო ლაბანს რო ეთქვის ესო ჩვენ წესი გვაქვს ეგო რომ ჯერ უფროსი ქალიშვილი უნდა დაქორწინდეს და მერე უმცროსიო ანუ 7 წელი ამსახურა რებეკასთვის და მერე უცბად იმ ღამეს გადაწყვიტა ამ ლაბანმა რომ აი ჯერ უფროსი ქალიშვილი უნდა დაქორწინდესო გესმის და კარგად ნოდარ მადლობა კარგად ვარ და მერე კიდე 7 წელი ამსახურებს ლეაზე ხო დააქორწინებს ამ იაკობს და მერე დააქორწინებს რებეკაზე 7 წლის მერე კიდე 7 წელი ამსახურებს იმ თავის წამოვა მერე ეს იაკობი მოპარავს იქ ყველაფერს რაც მნიშვნელოვანია ამ კაცს და წამოვა და წავა ისევ აბრაამის ქვეყანაში თავის ქვეყნისკენ თუმცა ქვეყანა არ გააჩნია ამ აბრაამის სამომავლობას და დადის ესე დაწოწიალობს თავისი ქვეყანა ვერ შექმნა და ღმერთი პირდება აი ამ აბრაამს რომ აი მე მიგიყვანი იმ ქალაქად და გაგამრავლებს ზღვის ქვიშასავით და ესა და ისა და დღემდე დააწოწიალებს ამ ერს და ვერ აპოვნინა მიწა სამათხოვრო აქვს სამათხოვროთა გახდილის საქმე აი ამ აბრაამის მოდგმას, ებრაელთა მოდგმას. ეხლა ნახე, საინტერესო ის არის, რატო ატყუებს ღმერთი ამ აბრაამს, რატო პირდება და არასდროს არ უსრულებს. იქ ეგვიპტეში შეიყვანა, მერე იქიდანაც გამოაქცია, ეგვიპტელები გაანადგურა ამათი გამო. ეს აბრაამი წამოიყვანა, ღმერთმა იცის სად მიიყვანა. იქაც ვერ შეიყვანა მოსეს სახით და მოკლედ ერთი სიტყვით დაატარებს ეს ღმერთი ამათ და დღემდე მიწას ვერ აძლევს. აგერ დღეს უკვე ისრაელში არიან მისი ისიც ნამათხოვარ და ნაყიდი მიწით და იქაც ვეღარ ჩერდებიან, იმიტომ რომ აგერ იქაც ღმერთმა კი არა და ბომბები ეყრებათ თავზე. საკითხავია ღმერთი რატო ატყუებს ამ ხალხს? დადის და აომებს და ატყუებს რომ აი პირდება რომ შენ ხარ ჩემი რჩეული ერი და შენ გაგხდი ამას ოფლისა ბატონ პატრონად და კი მაგრამ ბიჭო მიწაწყალი არ შეგენანა ამ ხალხისთვის რომ მიგეცა საინტერესოა ვინ ღმერთია ეს რომელიც პირდება და არ უსრულებს ამ ებრაელებს ამ საკითხს და ტვინს უბურღავს და აომებს აგერ იქ ერთნი იყვნენ და აშენებდნენ ერთი ქალაქი აბაშენოთო რა რომ არ გავიფანტოთო ესე ქვეყნათო და ეს იყოსო ჩვენი ნიშანიო და ჩამოვა ღმერთი და აგერ ესენი ერთ ენაზე ლაპარაკობენო აცი ყველაფერს მიაღწევენო ამიტომ დავშლიო მიამათო და ავურებ ენებსო გესმის ხალხი ერთობაზე ფიქრობს და ღმერთი დაშლაზე ფიქრობს ეს აშკარად ვიღაცა მაცდური ღმერთია რომელიც დღემდე გაურკვეველი ღმერთია რა ეს არ არის ქრისტეს მამა ეხლა მოუნდათ გარეთ ხმაური. ხო და ეს არის აკუსტიკური მოქმედება და არა ადამიანები. აკუსტიკური მოქმედება და არა ადამიანები. ოია არ ვიცი რას გულისხმობ, კარგად გამარკვია, აბა რას ვერ მივხვდი რას გულისხმობ მაგაში. არა, ესენი ადამიანები არიან, მაგრამ ეს ღმერთია რაღაც უცნაური რა. გამოეცხადება ღამით, იმ ადგილზე სხვანაირად გამოეცხადება, მე ის ღმერთი ვარ, შენ რო იქ გააგეო, ჩემ სახელზე ის შესაწირიო? შესაწირი? შესაწირი ქვია იმ ადგილს? მერე კიდე გამოეცხადება, მე ის ღმერთი ვარ, თეძოს უღრძობს მერე ამ იაკობს კი არა და ხო იაკობს და თეძოს უღრძობს ტიპს ღამით ეჭიდავება მთელი ღამე ეჭიდავა და ვერ გაიგო ის ეჭიდავება და საბოლოო ჯამში ვერც ხედავს ვინ არის და აიო მეო შენ რახან მომერიეო შენ დაგაყენება ამას ოფლის მეფეთო რა სამსხვერპლო ხო სამსხვერპლოებს აშენებინებს თან და მერე თან იმას ეუბნება ის აქვს რომ წადიო შენი შვილი მომიკალიო და მერე ანგელოზი გადაარჩენს იმას რომ გაანებე მაგას ხელი არ მოკიდო და იქ წერია რომ ღმერთის ანგელოზი გამოეცხადაო
ძალიან გაურკვევად წერია, იმიტომ რომ ღმერთის ანგელოზი თუ გამოეცხადა, მაშინ რაღაცა დასჭიდა საერთოდ იმ ვერძის შეწირვა, ხო? თუ მაგაში იცდებოდა რომ აბა თუ გააკეთებდა თუ არა ეს ისააკი ამ საკითხს რომ თავის შვილს შესწირავდა თუ არა და მე ანგელოზი თუ ეწყვეტებო გაჩერდიო აღარ მოკლაო, ხო? რაღაცა წირავს იმ ვერძს. ეს იგი რაღაცაშია იქ საქმე კიდე. უნდა შეეწირა, ხო? და ღმერთი მაინც ჩაუთვლის ამასთან დაალოცავს, რომ კარგი ბიჭი ხარ, ახან შენ მე გამიგონეო და შენ ჩემი თქმა შეასრულეო და აგერ შენი შვილიც შემომწირეო და აგერო შენ გაგხდიო ეხლა ამ ეკაიფება ტიპს, იმიტომ რომ ვერ გახადა ამასოფლისა მეფე. თუ გახადა მხოლოდ შეფარულად რა, არ არის ეს არც ერთი ქვეყნისგან არ არის აღიარებული, ანუ რეალურად აღარ თუ შეიძლება მოისყიდა და ისე აღიარებულია ებრაელი ერი არ არის აღიარებული ამასოფელსა ზედა როგორც მმართველი ერი. შეიძლება შეფარულად ვიღაცეების ნაყიდი ვერცხლით ნაყიდი ხმებით არის, მაგრამ შეფარულად ჩვენ არ გვჭირდება შეფარულად აღიარება, ჩვენ გვჭირდება ხმამაღლა აღიარება, რომ სრულიად ერებმა აღიარონ, რომ აი შენ ხარ ამასოფლისა ბატონ პატრონი და როგორ იქნება ამასოფლისა ბატონ პატრონი ის მკვლელი და მრუში მოდგმის წარმომადგენლობა, რომელსაც ეს ღმერთი დაყვება და ეუბნება აი იქიო მე, იქ ის გაწყვიტე, იქ ისინი მოკალი, იქ შენი შვილი მოკალი, ეს შენი ცოლები და ისინი დად გაასაღე, ვერ გავიგე ეს რა ღმერთია, ანუ მართლა უცნაური ღმერთია რა. თამარ აშკარა რომ ღმერთი უსულო და უხილავი არაა, ეგენი ვიღაც ქმნილებებს ურიგდებიან და ებრძვიან დანარჩენ კაცობრიობას. ხო, მეც ვფიქრობ, რომ ესენი უფრო არიან ღმერთის სახელით მოვლენილი ვიღაცეები რა, დაცემული ანგელოზები როგორც ჩანს, იმიტომ რომ მხოლოდ დაცემული ანგელოზი მოითხოვს ომს. ამაღლებული ანგელოზი და ღმერთის ანგელოზი იმ ღმერთს რომელზეც ქრისტე საუბრობს, ის არ მოითხოვს ომს, არამც მსხვერპლს შეწირვას, არამედ სისხლის დაღვრას არ მოითხოვს. აგერ ქრისტე მაგალითი დაგვიდო და გითხრა რომ ჩემი მამაო, არავის არ უნახავსო, არამც თუ შენს მოსს არავინ არ გაუგია არავის მისი ხმაო, ხო? და თუ მისი ხმა არავის არ გაუგია, ამიაკობს ვინ ელაპარაკება? ანის ანგელოზები ვინ არიან შვილის მოკლას რო სხოვენ და მე გადაურჩენენ თუ რა ხდება? ვინ არიან ესენი ომებს და ჯანდაბას რო აწარმოებინებენ აი ამ რჩეულ ერს. როგორც ჩანს, აი ამ დაცემული რომელიღაცა ანგელოზის, რომელიც ღმერთად ასახებს თავს, რჩეული ერი არის აი ეს აბრაამის ერი, რომელიც არის შიშარა ერი. იმიტომ რომ ყველგან წერია, იქ მივიდა და ეგვიპტეში მივიდა ტიპი. და იმის შემეშინდაო თავის პირით ლაპარაკობს. იმის შემეშინდაო რომ ჩემი ცოლი ლამაზიაო და არ მოვეკალი ამ ცოლის გამო, დად გავასაღეო. აჰა, აბრამი ხო ამბობს მაგ სიტყვებს, მაგისი შვილი იაკობიც ამბობს მაგ სიტყვებს. მივა რებეკას სილამაზე, რა ვიცი, ლამაზია ეთყობა ეს რებეკას და იმ ქალაქად, სადაც მივა, იქაც დად გაასაღებს ამ რებეკას და ეთყვის, რომ აი შემეშინდაო, რო კითხავენ, რატო გამიკეთე ესო? შემეშინდაო, რომ მაგის გამო მომეკალა. აქაც ანუ შიშარა ტიპები ევასება ამ ვიღაცას რა, ვინც ღმერთად ასაღებს თავს და დაყვება და შესაწირებს აკეთებინებს, როგორც ჩანს შიგა და შიგ, აქ სამსხვერპლო ამიშენე, იქ სამსხვერპლო ამიშენე და აბა შენიცი მე შენ გააღიარებ, გესმის? აი ეს აღიარების პრობლემები ვისაც აქვს. როგორც ჩანს შიშარა ხალხს აღიარების პრობლემები აქვს რა. და ეხლა ნახე, ამას ხო ატყუებს ის დანარჩენი სახელმწიფოები როგორ წარმოიქმნება, რანაირად და რა არ წერია აქ. აქ წერია მხოლოდ აი ამ შიშარა მოდგმის შესახებ ჯერჯერობით. ვნახოთ, აბა იქ შემდეგში შეიძლება ეწეროს. და არის სხვა ცნობიერება. მოიცა, თამარ მომისმინე 2 წუთი არ მინდა მეთკები. მომისმინე გაგიზიარო ის რაც ვიცი. გისმენ იო ოია არტ გისმენ და აბა დაწერე. ეს ყველაფერი კატეგორია ალეგორია ალბათ, ხო? ეს ყველაფერი ალეგორია იგავებში სასწაულებს გეტყვი თუ დამიჯგდებ ყურს, არ მინდა მე პოპულარობა მოგცემ, გასაღებს თუ გამოაღვიძებ ამ დაძინებულ ხალხს. იქნებ თავად დაწერო ეგ გასაღები, რა ვიცი და წაიკითხონ. აბრაამი აბარ
ჩააბარეო სარა არის არს ლაბან არის ანაბ ალ ჩახსი ალ იმდენ ინფორმაციას მოგცემ თუ დამიგდებ ყურ არ გინდა და არ გიყო ოია მოდით შაქენი ნუჩქარობ დაწერე ისე რომ გამართულად იყოს დაწერილი და გავიგოთ რას წერ კარგი მე ვერ გავიგე ხლა რაღაცები მივხვდი რაღაცა როგორ ჩანს აი აქ სახელებში არის ჩადებული კოდები ხო ამას ბევრი ამბობს მაგრამ გარდა ამისა სახელებში რო კოდებია ჩადებული ის შიგთავსი ხო უნდა გავიგოთ ჯერ ხო ჯერ შიგთავსი გავიგოთ რას გვეუბნება და მე კოდებს მივმართოთ ეხა უყურე საკითხები რა არის იცი ესენი ხო დადიან და მოყოლილი არის ამბავი გუშინ გამიშდა ესეთი კითხვა ვინ ხედავს ამას და ვინ იწერს ესე რომ აი რა დაესიზმრა აბრაამს ვინ რა გააკეთა ეს ჩანაწერები ვისგან არის ვისგან კეთდება ვიღაცა უხილავი ძალისგან რომელიც თან დაყვება ამას და ეს ღმერთი თან დაყვება და აბა ესე გააკეთა და ესე ვიწერ ამას და აი ღმერთი შეებრძოლა იაკობმა მოუგო ღმერთს ღმერთმა თეძო უღრძო იაკობ ვინ დაინახა ეს და ვინ ჩაწერა იაკობმა იცოდა წერა? იმ ანგელოზმა იცოდა წერა? იმ ღმერთმა იცოდა წერა? მაშინ რატო არ წერს? მე შევებრძოლე იაკობს იმ ღამით და უღრზე თეძო. ის კი მომერია. აი ესე მე პირველ რიგში რატო არ წერს ეს ღმერთი? ან იაკობი რატო არ წერს? მე ვებრძოლდი მთელი ღამე აი ამ კაცს ვიღაცას, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ღმერთი. არც ერთი არ წერს, ესე იგი ვიღაცა მესამე პირი წერს. ამ მესამე პირმა რა გაიგო, რა დაინახა, რა დიალოგი მოისმინა, სად, როგორ, რანაირად არსად არ წერია, უბრალოდ წერია ამბავი. ეხლა საკითხავია, ვინ დაწერა ეს ამბავი? ვინ მოიფიქრა ამ ხელა სცენარი? და რატომ აობებს ძმებს, რატომ ამრუშებს ამ ხალხს, თუ კი მან მოიგონა ეს სცენარი? რატომ ამრუშებს ამ ხალხს? ვიღაცა ჟამთა აღწერელია? თუ ჟამთა აღმწერელია, მაშინ გავიგოთ, ვინ არის ეს ჟამთა აღმწერელი. დაბადების წიგნს ვინ წერს? ხო, საკითხავია, ავტორი ვინ არის ამ წიგნისა? დღიური არის, რომელსაც ყოველდღე წერდნენ. თან ისე დეტალებში წერია, მაშინ ყველას თავისი ისტორია უნდა დაეწერა, მართალი ხარ თამარ, ვინ დაწერა, საინტერესოა. ხო, ანი, ვის რა დაესიზმრა და ღმერთთან პირადად ვის რა ლაპარაკი ხონდა, ვიღაცამ რა იცის, რა იცის, აი რა იცის. ხონდა იყოს მაშინ იქ ვიღაცას მივედი და აღსარება ჩავაბარე და შეიძლება მე იმ აღსარებელმა წაიკითხა ეს რომ მოისმინა და დაწერა შემდეგ. აი ეს არ არის, არ ჩანს. და ვკითხულობთ ესე რაღაცა სირეგვენეს, რომელიც უბრალოდ უნდა ვიყიდოთ, აი ეგრე დაწერეს და მორჩა, ვინ დაწერა, რამ დაწერა, როგორ დაწერა, სად და რანაირად არ წერია. ჩვენ ვართ ჩვენ დამწერებიო. ყველაფერი ჩვენ ვართ, პრინციპში ღმერთებიც ჩვენ ვართ, მაგრამ რისთვის დაგვჭირდა ეს, აი, კარგი რაღაცები არ ხდებოდა, ესე იგი რომ დაგვეწერა, კაცო, აი მაგალითად ადგა მიცრამი და ააგო ულამაზესი ქვეყანა ეგვიპტე. ამ ეგვიპტეში ხდებოდა ეს და ეს და ეს სიკეთე. არა, უნდა დავწეროთ, რომ ლოტი დაწვა თავის შვილებთან, შვილებმა მოიფიქრეს, მოდი გვინო დავალევინოთო, ღვინომ დაათრო ეს მამამისი ლოტი ისე რომ გამოაშტერა და თავის შვილთა როგორ დაწვა და როგორ გაიღვიძა, ვერ გაიგო ტიპმა და აი ეს უნდა ავღწეროთ და მიცრამ როგორ ჩამოაყალიბა ეგვიპტე იმხელა ლამაზი სახელმწიფო, ეგ არ უნდა აღწეროთ? თან მით უმეტეს, როდესაც მიყავს ეგვიპტის მთავარს, აი ეს სარა არ წვება მასთან. ნახე რა პატიოსანი კაცია, რომ არ წვება. და ეუბნება მე აბრამს, ეს რა მიყავიო, კინაღამის ცოდვა ჩამადენინეო, შენი და შენი შვილი დათ რატო შენი ცოლი დათ რატო გამისაღეო, ხო? და მისცემს ეს უკან ამ ქალს და თანაც მისცემს დიდძალ ცხვარს და მსხვილ ფეხა ქონებას მისცემს რა და ეს ტიპი არ არის კარგი კაცო. რატო ანადგურებს ეგვიპტეს ეს ღმერთი, რატო ანადგურებინებს
თუნდაც მოსეს ეგვიპტეს გამაგებინოს, რამეს აშავებს ეგვიპტელები? არაფერს არ აშავებენ ეგვიპტელები, ისეც როგორც აშავებენ აი ეს ღვთისმსხეული ხალხი, ლოტი და მისი შვილები და მერე მისი მოდგმა. თუნდაც ეს აბრაამი და მისი შვილი იაკობი და შვილიშვილი იაკობი. გამაგებინეთ რა, რატო ვწერთ ესეთ სიდებილეებს? გვევასება, ან ჩვენში დევს ესეთი სიმყრალე, რომ ესეთი რაღაცები მოვიგონოთ და მეტი საქმე არა გვაქვს, რომ ესენი არ ვწეროთ? წარღვნის შემდეგ თუ კიდობანი არარატზე გაჩერდა, სამივე ძმა საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდებოდა. ქამი დასავლეთით იაფეთის და სემი კასპიის ზღვამდე, აღმოსავლეთით საქართველო, ხოლო დაპირისპირების შემდეგ ყებერის შთამომავლობა უკან დაბრუნდა მესოპოტამიაში. ლეა მონდე წერს. ხო, ეს რა თქმა უნდა, სად გაჩერდა ეს კიდობანი უნდა გავიგოთ, ხო და კიდობანი სადაც გაჩერდა, იმის მიხედვით გაიშლებოდნენ, ესე არ არის? სემი, ქამი და იაფეთი და ამათ წარმოქმნეს მთელი სახელმწიფოები, თავთავისი ტომები, თავთავისი ენებისა და თავთავისი ხალხის მიხედვითო და ერთ-ერთი წერია, რომ ზღვისპირეთზე დასახლდაო და ზღვისპირეთი ახლა ყველაზე ახლო არის შავი ზღვა, ხო? შავ ზღვისპირეთზე უნდა დასახლებულიყო, მოიცადე? შუა 90 წელიწადში შუა ნოემ 3 ბიჭი. ხო, ანუ თან რა წერია, ნახეთ. ნოემ შუა 3-ვე ბიჭი 90 წლის ასაკში. ესე იგი ეს 3-ვე ბიჭი ან არის ტრილინგი, ანუ ტყუპებს ხო ეძახიან, ტრილინგია. 3 ტყუპია, ან კიდე სხვადასხვა ქალის მიერ არის შეძენილი, ხო? სემი, ქამი და იაფეთი. თორე 90 წლის ასაკში 3 ბავშვი რო ერთად გააჩინო, გჭირდება ამისთვის ხო, საიკითხავია 3 სხვადასხვა ქალისგან თუ ერთი ქალისგან გაჩნდა ეს 90 წლის ასაკში. მერე ესენი ხო გაიფანტნენ და აქ საწერია გამოვიდნენ ფილისტიმელნი და ქაფთორელნი აი ამ პეტრუსიმის და ქასრუხიმის შტოდან. ეს მიცრამის ის არის, ხო? მოიცადე ისინი სადასახმენ. სადღაცა ჩავიწერე, რომ შავი, ანუ ზღვისპირა ქვეყანაზე რომ დასახლდნენ, ეს აქ ჩავიწერე, აი აქ. აღმოსავლეთის მთამდე ეს ხო, აი აქ. ამათ შორის არის რესენი, ხო? ესენი რესენი შექმნეს ამათმა. ხეთი აქ არის ჩამოთვლილი ქალაქები. ანუ ხეთში იყო ეს ქალაქები, ნახეთ. იებუსეველნი, ამორეველნი, გორგაშელები, გირგაშელები, ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი, არვანელნი, ცემარელნი, ხამათელნი. მერე გაიფანტნენ მათი ტომები, სხვადასხვა. აი ნახეთ, ეხლა ამათგან გაიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავთავისი ქვეყნებში თითოეული თავისი ენის მიხედვით და იმის მიხედვით რა, ტომისა და ხალხის მიხედვით. ვინები ეხლა? იაფეთის შთამომავლობა, იავანის შთამომავლობა, ელიშა, თარაშიში, ქითიმი და დოდანიმი. აი ამ 4-დან გაიფანტნენ მთლიანად ზღვისპირა ქალაქებშიო. გესმის, ეს ნოეს მე-1, 2, 3, მე-4 თავის შთამომავლობა არის. ნოეს შთამომავლობაში აღწერილი არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ბიჭი. ამ 7 ბიჭიდან შთამომავლობა არის აღწერილი მხოლოდ იავანის და გომერის. ნახეთ? უყურეთ? ესე იგი, ნახეთ, ეს ნოეა, იაფეთის შვა და იაფეთმა შვა, მერე აი ნახეთ ამდენი 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 ბიჭი, ხო? მხოლოდ იავანის შთამომავლობა არის ახლა აღწერილი, რომლებიც აი აქ ზღვისპირა ქვეყანაში ქვეყნები ჩამოაყალიბეს ამათმა, აი ამათმა და აი ამათმა უკვე 3 ბიჭი შვა და ეს არ ვიცით ჯერ სად წავიდნენ. მაგრამ თუ ნოეს მესამე შვილმა აი ეს შთამომავლობა გააჩნდა და ზღვისპირა ქვეყანაში აი აქ ნახეთ, ნოეს უკაცრავად
აი ეს არის ზღვისპირა ქვეყნები. აი ამათმა ზღვისპირა ქვეყნები ჩამოაყალიბეს, ესე იგი, ხო? მაშინ აი ეს უკვე ფუტთან არის კავშირში, ეს სიდონი და ხეთი, ეს მცხეთა და ფუტიეთთან არის კავშირში. ეს კიდე არის კავშირში მარილიანის ზღვასადაც არის, აი ისრაელის მხარე. გასაკვირია კიდე რა აწერია, იცით, რომ ესენი მაინც გადავირიეთ თავის დებზე ქორწინდებიან ნახევარდებზე და ამ ნოემ კიდე ამ სემი, ქამი და იაფეთის გარდა კიდე შვა 90 წლის ამ შვა 3 ბიჭი და შემდეგ კიდე იცოცხლა და შვა ძენი და ასულნიო. კაცო და მარტო ეს 3 შთამომავლობა ხო არ იქნებოდა? ამ ნოეს კიდე სხვა შთამომავლობა აქვს, რომელთაც არ ჩაწერილა სიაში. ანუ არ აღწერილა, გესმის? წარმოიდგინე ახლა რამდენი ყავდა კიდე ამ 3-ის გარდა, ხო? და ისინი კიდე რამდენი თავის ტომებს გაამრავლებდნენ. და თუ არ გაამრავლებდნენ, აბას აწავიდოდნენ, მოკვდებოდნენ? წერთ მეგობრებო, მეც მინდა არ მინდა პოპულარობა, მინდა რულიდან გავიდეს ხალხი. არ ვარ ბლოგერი, ვის აუხსნა, არადა დრო ცოტა გვაქვს 2026 უდრის 1-ს. მამუკა, სხვათა შორის მეცო, ღმერთის შვილი ვარო, ამბობს ვინ? ოია არტ. სხვათა შორის მეც ვაო, მამუკა, მეც სხვათა შორის და ყველანი ღმერთის შვილები ვართ, ხალხო? არ იცით ეგა? აბა სტოპ, მეუბნება ჯორჯიო. აბა ჯორჯიოს რა აქვს სათქმელი? ისრაელის ხალხის გაახრწნილე. მოიცა? ჯორჯიო, რეებს წერ, აბა ვნახოთ ჯორჯიო, საწახვედი. ისრაელის ხალხის გახრწნილებად მოხსენიება და ეგვიპტელების უდანაშაულოდ მსხვერპლად გამოყვანა არის ისტორიული და მეტაფიზიკური უმეცრების მწვერვალი. შენ ცდილობ ეგვიპტის მონათმფლობელური სისტემა კეთილშობილება წარმოაჩირო. არ ვცდილობ, არაფერსაც არ ვცდილობ, ჯორჯიო, მე ვცდილობ გავერკვე რა ხდება აქ. ჯერ ეგვიპტელებზე არაფერი არ წამიკითხავს აქ რა. ეხლა ჯერ ვკითხულობ აბრაამის შთამომავლობას, ნოეს შთამომავლობას, ლოტს და იმათ განვიხილავ, რომ რა ხდება, კაცო, ეს ინცესტი და მონათმფლობელობა რო ამათ აქვს და თავისი ცოლი რომ მონასთან შეუშვებს და იმის განაშობინებს, აგარეს განაშობინებს, მის შვილს და ისინი რო წავლენ მე ეს ანუ მონათმფლობელობა თქვენ შეგონი ამათ არ აქვს? ამათ თუ აქვს, ეგა აქვს ამ მონათმფლობელობა და დაყენებული ყავთ თავისი ხარჭები და თავისი ხარჭებისგან შვილებს შობენ. ეხლა ჯორჯიო სტოპ ამართლა რა. შენ ცდილობ ეგვიპტური მონათმფლობელური სისტემა კეთილშობილურად წარმოაჩინო და შენია ანტისემიტური ნარატივი გაამართლო. ანტისემიტური რატო? აი საერთოდ ვინმეს მხარეს ვიჭერ? მე არავის მხარეს არ ვიჭერ, მე განვიხილავ ჯორჯიო. თუ ვერ გაიგე ჯერ ეს საკითხი, განვიხილავ. ეგვიპტეზე ჯერ არავის არ დაუწერია რამხელა კარგი ქვეყანა წარმოქმნეს მეთქი. ამათმა ქვეყანა მაინც წარმოქმნეს და ეს აბრაამი დადის, დაეხეტება და ქვეყანაც ვერ წარმოქმნა. გესმის? ეხლა ეგ ვთქვი მე და ვინც ქვეყანა წარმოქმნა იმას რომ შეუსია ღმერთმა ეს აბრაამი რომელიც დაეხეტება და ერთი მიწა ადგილი ვერ მისცა სადაც დასახლება ამხელა დედამიწაზე დღეს არ არის დასახლებული მიწები და მაშინ არისო მიეცა რა რომელიღაც ადგილი სადაც დასახლებოდა და წარმოქმნიდა ქვეყანას ეს თვითონ ეს აბრაამი თავისი ინცესტით ხო ევასებათ ინცესტი ამ აბრაამის იმაში შტოში ხო და ეხლა ვერ გავიგე ანტისემიტური სულაც არა ვარ მე ანტისემიტური ვინ გითხრა რომ ვარ აგერ განვიხილავ მაგათ მძღნერს რო იცოდე რა და მე მივადგები ეგვიპტის მძღნერს და იმასაც გავასუფთავებ დანარჩენი წერია ქართლის ცხოვრებაშიც მათ უკან დაბრუნდება საქართველოში იაფეთი ცხოვრობდა სემთან ერთად სემის კარვებში მომისმინეთ ერთი წუთით. კარგია რომ მეუბნებით რა ეწერება შემდეგ. ჯერ ვარ 37 თავზე. 37 თავის შიგნით რაც წერია, ის განვიხილე ახლა მე.
რა მე შემდეგ შემხვდება იმას მე განვიხილავთ. კარგით, ეხლა რომ თავზე არ აგვებნას და არ გავიგოთ რა ხდება, კაცო, რა არის ეს ამბავი. რეებს გვითხრობს ეს წიგნი, ხო? დანარჩენი წერია ქართლის ცხოვრებაზე გასაგებია. აბა, ჯორჯია, ეგვიპტე როგორც მიცრამი, სულიერი საპყრობილე, ებრაულად ეგვიპტე ჰქვია მიცრამი, რაც ნიშნავს ვიწრო ადგილს. შეზღუდვას. ეგვიპტე არ იყო უბრალოდ სახელმწიფო, ის იყო კლიფოთის ცენტრი. საწავიდა. ეგვიპტე არ იყო უბრალოდ სახელმწიფო, ის იყო კლიფოთის ცენტრი, სისტემა, სადაც სულები მატერიაში იყვნენ დატყვევებული. თორე ეხლა კარგი რა, ვითომ ეხლა ეს ებრაელები არ ატყვევებენ სულებს მატერიაში? ეხლა რა მართლა იმებს ილუზიაში გადამაგდე ჯორჯიო რა. რა, შენ თუ გონია რომ მარტო ეგვიპტელები ატყვევებენ ადამიანებს სხეულში, ძალიან ცდები რა. აბა ებრაელებს შეხედე რა ვაჭრობა აქვს გაჩაღებული და ფულის იქით ვერ გაიხედეს. ფულზე არის აგერ იქ ცოლს მოგცემო, შემშვილებს მოგცემო, ამ ანგელოზებს ხელი არ ახლო ოღონდო. რაც გინდათ ის უყავით შემშვილებსო რა. ამ ქალებით რო ვაჭრობენ ეგ არ არის საშინელება? რეებს ლაპარაკობ რა ეხლა ჯორჯო, სხვის მძღნერს თუ ხედავ, შენი მძღნერის დაინახე ბოდიში რა. რა დააშავეს ეგვიპტელებმა? მათ შექმნეს პირველი ტოტალიტარული სისტემა. ბიჭო, იმათმა შექმნეს ტოტალიტარული სისტემა და ეს აბრაამი ცდილობს და ვერ ქმნის, ხო ხედავა რა. ტოტალიტარული სისტემის შექმნას ცდილობს აგერ ეს აბრაამი, მაგრამ აგერ ღმერთი ხან იქ შეუჯდება, იმ სახელმწიფოს დაანგრევინებს, იმ სახელმწიფოს დაანგრევინებს და დადის და თავის ცოლსვე, თავის დათას აღებს და თავის შვილებს ყიდის და ცვლის და რეებს აღარ აკეთებენ. ეხლა გამოვიდნენ რა ეს ებრაელები ძალიან ანგელოზისებრი რა. კარგი რა, ებრაელები არ იყვნენ? აგერ სულ ცოტა 41 წელს, 45 წლამდე თავისიანები რო გაჟლიტეს და მოკლეს? რა, ჰიტლერი ებრაელი არ იყო? ეხლა არ მითხრა ებრაელი არ იყო ჰიტლერიო რა. კარგი რა. ებრაელმა რო ებრაელი წყვიტა, ისე არავის ისტორიაში არ ახსოვს თავისი საზოგადოება გაიჟლიტოს ეგრე რა. ეგრე სასტიკად. მე ვფიქრობ ეს ამბავი მოდით ბოლომდე წავიკითხავ შენს წერტილი ერთ კომენტარს. სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო სხვა ხალხის მონობაზე, ჩაგვრასა და ჩვილების მკვლელობაზე, ფარაონის ბრძანება ებრაელი ბიჭების ნილოსში გადაყრის შესახებ. მომისმინე ერთი წუთი. აბა ეხლა ამ ხალხმა რო გააჟლეტინა, აბრაამის ხალხმა რო გააჟლეტინა რა, ეგვიპტელი არ ყავდა მონად ხარჭად? ხარჭად არ ყავდა იმისგან რომ აგარასგან რო გააჩინა, აგარა სადაური იყო, ეგვიპტელი არ იყო? მერე ვინ იყო? მონა არ იყო მაგისი აბრაამის? ეხლა ნუ გამოყავს მამა აბრაამის ბატკანი მართლა ეს აბრამი რა. ნუ გამოყავს ეგრე რა. ამაშიც არის მონობა. ეგვიპტელებშიც არის მონობა და ყველა ადამიანში არის მონობა. საიდან მოდის, იცი? ნოემ რო დაწყევლა, იქიდან მოდის ეგ წყევლა. ნოემ დაწყევლა ქამი, რომ შენი ძმების მონა იყო და იქიდან დაიწყო უკვე ეს ყველაზე თავი და თავი დამნაშავე არის ნოე. იმიტომ რომ წყევლა გამოუშვა ამ ხალხზე რა. ყველა თავის, აი ქამის, ქანაანის შემქმნელზე, ქამზე გამოუშვა წყევლა. რატო გამოუშვა წყევლა? გამაგებინოს ერთი რა. ეხლა ჯერ ნოეს მოვკითხავ, რა უნდოდა რომ წყევლიდა ამ ხალხს? ბიჭო, ესეთი რამე არ გამიგია მე, შენმა შვილმა შიშველი გნახოს და იმაზე გაეცინოს და ვერ აიტანოს ეს თქვა შენი სიშიშვლე? მერე კიდე კომენტარში დაწერეს, თავის კარავში როგორც უნდა ისე იქნებოდაო. კარავში არ იყო, გამოქვაბულში ნახა. გამოქვაბულში ნახა, მე მგონი შიშველი და წამოიყვანო, ჩავაცვათო მამა არისო, შიშველიო, ხო? აი ეს ქამი და სემი და იაფეტი. და ამის გამო წყევლის ეს ნოე ამ ხალხს. ცოტა ვერ იყო თავის შკულაზე ეგ ნოე, გარეკა მე მგონი რა. აბა რას იზავდა ბიჭო, ამ ხელა წარონა რო ნახა და ამ ხელა წარღვნის მომსწრე რო გახდა ნოე. წარმოიდგინე, სრულ შკულაზე როგორ უნდა იყოს ადამიანი, მესმის ნოესიც რა. როგორ შეიძლება სრულ შკულაზე იყოს ადამიანი მაგ დროს რა.
ხო შეიშლება ადამიანი რომ ამ ხელა ცივილიზაციებს ერთი მოსმით ანადგურებს ეს ვიღაცა ღმერთი რომელიც ბიჭო გამოაგდე ეს ხალხი ადამიანის ბაღიდან ედემის ბაღიდან გამოაგდე რაღაც დასდებდა რაღაცში გაანებე თავი იცხოვრო რაც უნდა ის უქნიათ იმათ რატოსში გამაგებინე აბა მითხარი თუ ვინმე დასაჯელი იყო ის დასაჯეის და დაცემული ანგელოზები რომ დადიან და ტვინს უბურხავენ ამ ხალხსა ხან რას ასწავლიან და ხან რას ასწავლიან ჯერ ის დაცემული ანგელოზები მოაშორე იქნება თავისით გამოსწორდეს ეს ადამიანის მოდგმა არა ისინი უნდა გაჟლიტოს რა გინდა წადი დაეტიე შენი ედემის ბაღში და იყავი იქ შენთვის ხო გამოყარა ეს ადამი და ევა რაღა გინდა მაგრამ არა უნდა მოუვლინოს წარღვნა კაენის მკვლელი რომ თვითონ თავის პირით დაწყევლა კაენის მკვლელი თავის შვიდი თავით რომ დაწყევლა თვითონვე ანადგურებს კაენის სამომავლობას ის ღმერთი ვინც კაენის მკვლელს წევლის მერე ნოეს სამომავლობას აგერ დაყვება და ტვინს უბურღავს რა უნდა ამ ღმერთს გამაგებინეთ რა აბა ჯორჯიო იქნებ შენ გაქვს საინტერესო შენ ადანაშაულებ ებრაელების ინცესტს და მონობაში ეს იგივე პირველ ექიმებს დააბრალო მკვლელობა რადგან ისინი ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდნენ კია და აი ეხლა უყურე ჯორჯიო ეხლა თუ აბრაამს ამართლებ რაღაცაში მაშინ ეგვიპტელები რა ეგვიპტელებმაც არ იცოდნენ და ისინი სწავლობდნენ და რატო ადანაშაულებდნენ მაინც ეგვიპტელებს იმ თავის უვიცობაში და იმას აბრაამს არ ადანაშაულებ თავის უვიცობაში აი ახლა კარგი მაგალითი მოიყვანე ის ექიმები რომლებიც არ იცოდნენ და რაღაცებს ხლაფორთობდნენ ადამიანებს კლავდნენ ხო ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე უკეთებდნენ ერთი ის გამაგებინე რა დავადანაშაულო თუ აკეთებდნენ მაგას ფაქტი სახეზია რომ ისინი კლავდნენ ეხლა უვიცობით ხდებოდა ეს შემეცნებით ეგ სხვა საკითხია მაგრამ ფაქტი ხო სახეზია რომ აკეთებდნენ არა ფაქტი ხო სახეზია ეს აბრამიც ჩადის მაგას და თუნდაც აი მიცრამის ეხლა გავიცნობთ მიცრამის საზოგადოებას თუნდაც იქ ესეთ რაღაცებს აკეთებდნენ რა სოდომ გომორა რისთვის გაანადგურა რომ და ძმასთან წვებოდა და ძმა დასთან და ესე ქორწინებოდნენ და ბიჭო თუ ლოტიც იგივეს აკეთებს ეს განსხვავებულია იმათგან თუ რა ხდება ვერ გავიგე ინცესტი სწორედ ებრაულმა თორამ დაასრულა ეგვიპტური და ქანაანური აღვირახსნილობა და შემოიტანა ოჯახური სიწმინდის ცნება რანაირად შემოიტანა ოჯახური სიწმინდის ცნება როცა დღესაც ქორწინებიან თავის ბიძაშვილებზე ჯორჯიო ებრაელი ხარ როგორ ჩანს ებრაელი ხარ ხო მერე რა რომ ებრაელი ხარ კაცო მეუბნები ისეთ რამეს რაც ერთს ამართლებ და მეორეს ამტყუნებ ერთი და იგივე იმაში რა შეცდომაში და მწნერში ხარჭები შენ ამას გახსნილებას ეძახი იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს იმ დროს ქალისთვის მარტო დარჩენა მომისმინე ერთი წუთი რატო ტოვებდნენ მამაკაცები არ მოიპოვებოდა იმიტომ ტოვებდნენ მარტო რომ მონობაში ყავდათ და თუ ეგრე ძალიან გული შესტკიოდათ გაეშვათ ის ქალი და თავის ქმარს იპოვიდა კაც ვერ იპოვიდა ეხა იმ ხელა საზოგადოებაში თუ რა ხდება ვერ გავიგე მიცედა რას ნიშნავს იმ დროს ქალისთვის მარტო დარჩენა თან რომ ისა მაცოდებს ეხლა ქალებს თუ შეწოდება ბოლომდე შეგვეცოდოს რა მონობაში რატო ყავს ვერ გავიგე მოუყვანოს ქმარი და დაუსვას ისიც იქ ეს იყო სოციალური პასუხისგებლობა და არა გართობა რა შენ გონია დღეს სხვანაირად ხდება აბა ისლამს შეხედე დღესაც 5 და 6 ცოლები ყავთ მონობა ებრაელმა შექმნეს პირველი კანონმდებლობა რომელმაც მონას უფლებები მისცა სანამ დანარჩენი სამყარო ადამიანებს პირუტყვით ეპყრობოდა ბიბლია ამბობდა რომ მონაც ღვთის ხატებაა აბა ეხლა გაჩერდი აბა ეხლა თუ ებრაელმა ადამიანობა დაინახა მონობაში საერთოდ მონობა უნდა გაენულებინა და გაეუქმებინა ვერ გავიგე ის მონა ადამიანიაო მერე დაინახეს მონა რო ადამიანი იყო აგერ სარამაც იცოდა თავისი ქმარი იმასთან შეუშვა მონასთან და წადიო ის გაგიჩენ შვილსო და ის მაინც გეყოლებაო სამომავლობაო ეგ არ არის ადამიანობა რომ ის მონაში ადამიანი დაინახა ეგ რა საქციელია თუ ადამიანი დაინახა მით უმეტეს უნდა გაეთავისუფლებინა ხო თუ ებრაელმა მონაში ადამიანი დაინახა
მაინც მონად ტოვებს. მანდ არის დამნაშავე ზუსტად ეს ებრაელი რა. განათმდავითომ რა. კარგით რა, რეებს ლაპარაკობთ რა, აი ძალიან დაბალ დონეზე ნათლდებით რა, ძალიან დაბალ დონეზე, რომ აი გავამართლოთ მაშინდელი საქციელი. თორე დღეს არ ხდება ეგეთი რაღაცეები რა. როგორ შენ ებრაელი ხარ გეტყობა თქვენი ტომის ჩაჯმულ საქმეებს საჯაროდ რომ განვიხილავთ და სააშკარაოზე გამოგავს კუდი გეწვით. ადამიანებში სინათლე შეგვაქვს და სიმართლეს ვანახებთ. გამოდიხარ და ხელს გვიშლი. ცდილობ შეცდომაში გინდა რომ შეგვიყვანო. ვერ შეგვიყვან შეცდომაში, სოფო მართალი ხარ. შეცდომაში ვერ შეგვიყვანენ, იმიტომ რომ ბიჭო ერთ რაღაცას გვეუბნებიან, რას გვეუბნებიან, იცი? აი მე შე რო არ გცემე, კარგად, ნახე რა კარგი ბიჭი ვარ. აი მე შე რო მარტო ხელები დაგისისხლიანე, მან მადლობა უნდა გადამიხადო. ესე იგი რახან ებრაელმა მონაში ადამიანი დაინახა, მადლობა უნდა გადაუხადოთ რა. აბა ქართველებს შეხედე, მონები არ ყავდათ საერთოდ ქართველებს. აბა სად ყავდათ ქართველებს მონები? სად ქონათ მაგის დროს რომ მონა ყოლოდათ ქართველებს? მითხარი? არავინ ამბობს რომ ნოე და აბრაამი ანგელოზი იყო, შენ გნოსტიკოს მოიცადე ერთი წუთი? არავინ ამბობს რომ ნოე და აბრაამი ანგელოზი იყო, შენ გნოსტიციზმი მხოლოდ სიძულვილზე დგას, შენ გძულ სისტემა. მე მძულ სისტემა? მე ვიცავ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებებს რომ ერთი ადამიანი ჩაგრავს მეორეს და შენ მეუბნები მე მძულს ვინო? შენ გძულ სისტემა. რა თქმა უნდა მძულ სისტემა, იმიტომ რომ სისტემა ანადგურებს ადამიანს. რომელმაც ველურობიდან ცივილიზაციაში გამოგიყვანა. სად გამოგიყვანა ცივილიზაციაში? ბიჭო, აბა დახედე. პარლამენტარად დგანან ამერიკაში კაციჭამია ადამიანები. ეგ არის ცივილიზაცია და ის მღვდლები ბომბებს ლოცავენ. ეგ არის ცივილიზაცია. კარგი რა, აგერ რეკლამები გამო ცივილიზაცია ტელევიზორი და გატენიან ყოველ 2 წუთში ისეთ რაღაცა სიდებილებზე ტყუილს რომ კარგია თურმე ის ყველა ნაგავი რასაც რეკლამას აკეთებენ, ხო? რაზეც რეკლამას აკეთებენ, ხო? კარგია? კარგია ეს ყველაფერი? შაქარი რო ყველა ოჯახში დევს დღეს და გამანადგურებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ეგ კარგია? ეგ ცივილიზაცია მოგვიტანა, რო იცოდე. აი შაქარი რო გიდევს, ტელეფონი რო გიჭირავს, ყველაფერი არის ადამიანის განადგურებაზე მორგებული და შენ მეუბნები რომ ახლა სისტემა უნდა მიყვარდეს? ადამიანს ამონებს დღეს თავისი ნებით, ისე რომ ვერ ხვდება ადამიანი რომ თავისი ნებით მონდება რა. რომელმაც ველურობიდან ცივილიზაციაში, სად ველურობიდან ბიჭო, ადამიანი რო იყო იმ პერიოდში, როცა მიწასთან მუშაობდა, დღეს ისეთი ადამიანობა სანატრელი გვაქვს, რო იცოდე რა. ველურები ვართ ეხლა. ვუყურებთ რას? პორნოგრაფიით არის სავსე ეს ტელევიზორები და პედოფილია პორნოგრაფიით. ბავშვების გაუპატიურებით და რეებით არ არის. შენ მეუბნები რომ ცივილიზაცია შემოვიდა და ველურობიდან გადაგვიყვანა რაღაცა ღმერთობაში. თუ რა ხდება, ვერ გავიგე? შენ აგინებ იმ კიბეს, რომელზეც ძედ გაღარ. ვაგინებ, ვამხელ, რას ვაგინებ, ბიჭო? რაც უმსგავსობა, იმას თუ არ აგინე, აბა რა გინდა, რომ ჩახვიდა ჭაობში, ისე, რომელ ჭაობშიც აგერეს აბრაამი ატარა ღმერთმა? შენ აგინებ იმ კიბეს, რომელიც გახარ და ვერ ხვდები, რომ მის გარეშე ისევ ქანაანურ ჭაობში იქნებოდი ჩარჩენილი. აუ ჯორჯიო რა, ეხლა მითხარი თუ ქანაანურზე უფრო უკეთესი რაღაცები ხდება დღეს რა. მითხარი ერთი ეგ დამიმტკიცე და მე გეტყვი რომ მართალი ხართკო რა. მითხარი დღეს სად ხდება? ყოველ მეორე ოჯახში პედოფილია არის. ყოველ მეორე ოჯახში აგერ გავიხედეთ და ეპშტაინის ფაილებში ბავშვი იქრება და თურმე იკჭამენ იმ კუნძულზე. მითხარი ერთი სად არის დღეს უკეთესობა? ხალხს ორგანოებს აცლიან და საჯაროდ კორონა გამოგვიცხადეს და ორგანოებით ივაჭრეს, მოკლეს ხალხი ექიმებმა. შენ გინდა მითხრა რომ ექიმი არჩენს, ექიმი ავადმყოფებს ადამიანს. ყველა სისტემა რომელიც ჩამოაყალიბეს, ყველა არის ადამიანის საწინააღმდეგოდ მორგებული. თუ ვინმეს რამე უნდა, აგერ ჯანმრთელობა, აგერ ეს წიგნი, აქ წერია ყველაფერი რაც კი ჯანმრთელობას შეეხება, რომელ სისტემას უნდა რომ გამოგაჯანმრთელოს, ყველას უნდა რომ დამოკიდებული გაგხადოს ფარმაციაზე, იქ იმ სისტემაზე რომ ჭამის გარეშე არ შეგეძლოს და აგერ უკვე ისეთ ქიმიკატებს იყენებენ საჭმელში რომ იმის გარეშე ვეღარ გაძლო.
და შენ ფიქრობ, რომ ეხლა ჩვენ ქანაანზე უფრო მაღლა ვდგავართ? კარგი რა, რეებს ლაპარაკობ რა, ბოდიში რა, მაგარი ბრმა ხარ რო იცოდე რა, მაგხრივ, მაგარ ებრაელებმა უნდა გისმინონ სიმართლე რომ ებრაელმა უნდა გაიგონ სიმართლე რომ გადარჩნენ მარტო ქართული გადაარჩენთ მათ. მართალია სატანამ აცდუნა ედემის ბაღშიო და სატანის ნაცვლად დასაჯა ადამიანი. ხო, მარიამ, აი სატანამ აცდუნაო და ისიც კი არ აცდუნა, სიმართლე უთხრა. გველმა უთხრა სიმართლე, რომ ამ ხიდა რო შეჭამ, ღმერთი გახდებიო. და მე წერია ბიბლიაში, იმ ხიდა რო ჭამა ადამა და ევა, მართლაც აჰა ადამი გახდა ერთ-ერთი ჩვენთაგანიო. გესმის? ნახე, კი არ მოკვდა ადამი, როგორც ღმერთი ატყუებდა რომ მოკვდებიო. სიცოცხლეში გადაიზარდა, გაიგე? ღმერთისნაირი გახდა. გაიგე? აქედან გამომდინარე, გველმა კი არ აცდუნა, გველმა სიმართლე უთხრა. და თუ ადამიანმა სიმართლე ჭამა, ღმერთს არ დაევასა. ამიტომ ედემის ბაღიდან გამოყარა. რატო? თურმე იმიტომ რომ აგერ დადის ახლა აბრაამი იპოვა საწყალი ადამიანი, რომელიც ვერ აზროვნებს და აკვლევინებს ისევ თავისი წარმოქმნილ ადამიანს. აგერ ბაბილონის აი ახლა წაგიკითხავთ რა. ხდება მაგალითი, სადაც ღმერთს არ სურს ადამიანების სიკეთე. აგერ წაგიკითხავთ ახლა რა. ნახეთ, ეს არის დაბადების თავი 32 და აგერ არის 22 მუხლიდან. უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. ნახე, ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიეო. ეუბნება ვიღაცა ღმერთი იაკობს ეუბნება ამას, გესმის? რომ ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიეო და კარგიაო. მოეწონა, რომ მერე ჰკითხა იაკობმა, მითხარი შენი სახელი, უთხრა რისთვის მეკითხები სახელს და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ბოდიში. ეს არ უნდა წამეკითხა, ბაბილონი უნდა წამეკითხა. ბაბილონი, მეგობრებო, არის აი ბაბილონი. ეს ბაბილონი, მეგობრებო, სადაც ღმერთის უმსგავსობაზეა საუბარი, არის თავი 31 კი არა, თავი 11-ია. და აქ არის ერთ პირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველებდა. როცა დაიძრენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს, მოდი მოვზილოთ ციხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. თქვეს, აბა ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მიუწვდინოთ მისი თხემი. აღმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. ნახერაკად ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა, აჰა ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ ყველას. რა კი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებრივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა ჩავალ და ენას აბურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. აბა ეხლა მითხარი, ჩვენ ვიბრძვით ერთობისკენ, ადამიანებს ერთობა სურთ. მოდის ვიღაცა უფალი, სახელიც არ არის ნათქვამი, და ამბობს, აჰაო, ერთად არიანო, ერთ ენაზე ლაპარაკობენ, ერთად დგანანო. აწიო, ყველაფერს მიაღწევენო, ხო? ადამიანი ყველაფერს მიაღწევსო. და მოდი ავურევო, რომ არ მიაღწიოსო და სადაც ღმერთი ერთობას ნახავს, იქ ხან იმას შეუძრება იმაში, რა ქვია, კარავში, ხან იმას თავში და ხან იმას წვინში და ეუბნება, რომ აჰა, აი, ნახე შენ გააქცევ ამ ქვეყნისა მეფეთ, როგორც ქრისტეს ეუბნება აწვდომებს. ოღონდ შენ მე გამომყევიო და აგერ წადი და იმ ქანაანს დაეცი თავსო და მოკალიო, გესმის? ის ხალხიო და გაანადგურეო. მითხარით ეხლა ეს ღმერთი კარგია? აშკარაა, რომ ღმერთი ცდილობს ადამიანების დასუსტებას, ხო? აგერ ღმერთი ამბობს, რომ ყველაფერს მიაღწევენ აწი ეს ადამიანებიო და მოდი დავშლიო. არ ევასება ტიპს, რომ ადამიანის ბაღში შეაღწიოს ადამიანმა ისევ.
ედემის ბაღში. რატო არ ევასება? იმიტომ რომ თავი და თავშივე მოატყუა ადამიანს, რომ ეგ ამ ხიდან არ ჭამაო, თორე მოკვდებიო და ადამი რო გონს მოვიდა, აი ადამის შთამომავალი ხო ვარ მე რო გონს მოვედი და მივალ იმ ბაღში და ვეტყვი, შენ ბიჭო, ტყუილს რომ მისაღებ სიმართლედ, შენ ალაოდ ხო არა ხარ, რომ ვეტყვი ამ ღმერთს, მაინტერესებს ერთი, რას მიპასუხებს მე რა. ამიტომ არ უნდა ამ ღმერთს რომ ისევ ადამის ბაღში შეაღწიოს. ედემის ბაღში შეაღწიოს ადამიანმა, იმიტომ რომ თიც დაუქნევს და სამართლიანად დაუქნევს თიც. შენ შემქმენი, მერე მატყუებ, მოდის გველი და მეუბნება სიმართლეს, მე ვჭამ და შენ ამისთვის მსჯი და მწყევლი? ვინ ხარ ესეთი? შენ შვილს ესე რო ექცევი, ვინ მოგცა მაგის უფლება? არა ხარ შენ უზენაესი ღმერთი, იმიტომ რომ შენ ვერ ხედავ შენზე მაღალ მდგომ ღმერთებს, რომლებიც ქრისტეს დედა და მამა არის. არავის არ უხილავს, არავის არ უნახავს. შენი ხმა კიდე აგერ მოსესაც გაუგია, აბრაამსაც, იაკობსაც და ყველა დედა მოთხოვნილს გაუგია. რატო? იმიტომ რომ არა ხარ შენ უზენაესი ღმერთი. დამარცხდი ქრისტეს წინაშე, იმიტომ დამარცხდი რომ შენ არა ხარ უზენაესი ღმერთი. არა გაქვს უფლება ჩვენი დაწყევლის, იმიტომ რომ შენ ქმნილება ხარ იმ ქმნილების, რომელ ქმნილებამაც შენ არ გაგანადგურა. და შენ კი შენი ქმნილება გააგდე, დაწყევლე და გაანადგურე და თან კიდე დასდევ კუჩი, რომ აურიო გონება. ეს არის ის ღმერთი, რომელიც ამ წიგნშია მოთხრობილი, გესმის? და ვიღაცა ჯორჯიო მეუბნება, რომ შენ ცივილიზაციაში ამოგიყვანაო ვიღაცა ეშმაკმა. და გავიხედე ცივილიზაციის ტელევიზიიდან აცხადებენ, რომ კაცი ჭამია, ტრამპი ზის დღესაც და ხალხს მოუწოდებს, რომ ის გავანადგუროთ ის ქვეყანა და ის ქვეყანა ირანი გავანადგუროთ. ირანზე მაგარია ამერიკა თურმე. ან ისრაელი ყოფილა ირანზე მაგარი. აჰა, ნოეს დაცემული ბუნებაა, იმიტომ რომ ნოეს წყევლის ერთ შვილს და დანარჩენებს ლოცავს. იგივენაირად იქცევა სარა და რებეკა. არ ვიცი რა გინდათ რომ თქვათ, ამით ვერ გავიგე რა. გინდათ რომ გამაჩეროთ, მაგრამ რატო გინდათ რომ გამაჩეროთ? ამას არასწორს ვიძახი? მე გელაპარაკებით წერილებიდან და წერილებში რა უმსგავსებებაც არის, იმას განვიხილავ. არავის არ იმაშვები. უსამართლოდ არავის არ ვამხელ. მაქვს საბაბი ვამხელ. არ დაეთესა იმას საბაბი და არ ვამხელდი. აბა მითხარით, რა საბაბი აქვს ახლა? რა საბაბი აქვს მაგალითად ფუტის მაგალითი ჯერ არ ვიცი. ფუტმა რა გააკეთა, რა უმსგავსობა ჩაიდინა ჯერ არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი აგერ აბრაამა და მისმა მოდგმამ რაც ჩაიდინა. სემის მოდგმამ რაც ჩაიდინა, ხო ვიცი აგერ. აგერ სემის მოდგმაზე ვინც არის აღწერილი, მხოლოდ უმსგავსებებს რო აკეთებენ, ეს არის აბრაამი, რომელიც თავის ნახევარდაზე დაქორწინდა, ხო? ეხლა არ მითხრათ რომ იმ დროს ხალხი არ იყო, ბიჭო, ხალხი არ იყო, კი არა, მთელი ქვეყნებია გაშენებული. აბა ნახე, აქ აბრაამის დროს ამ თავის დაზე თერახის შვილზე რო არ დაქორწინებულიყო, ეს აბრაამი. ნახე, რამდენი ქალაქებია აშენებული. აქ არ არის, კაცობრიობა არ მოიპოვება. თქვენ გინდათ მითხრათ რომ იმ დროს არ იყო სხვა ქალი, რომ თავისი დაარენახა და იმაზე არ დაქორწინებულიყო? არა, ესენი არიან ვაჭარი სულისა. რატო იცი? თავისიანია და ის ფუფუნება რაც აქვს, იმათ დარჩებათ თავის ოჯახში, გესმის? ასეთვლიან ესენი და გათვლას აკეთებენ. როცა ძალიან ჩვეულებრივად თავისი ხარჭა არ იყო, თავისი ხარჭა ვინც ყავდა, არ იყო ეგვიპტელი ქალი? რატო ყავდა მონად დაყენებული? ცოლად ვერ მოიყვანა? რაში სჭირდებოდა ეს სარა თავისი ნახევარდა? მითხარი, რაში სჭირდებოდა ეს სარა გაეთხოვებინა სხვაზე? არა, მოსწონდა მათ ინცესტი. იმ ლოტის შვილებს სხვა კაცები ვერ ნახეს? ეს ლოტი სხვა ქალს ვერ ნახავდა? მოიყვანათ სხვა ქალი და დაეწვინათ იმ გამართლებით, რომ ვითომ გაუმრა ჩვენს მამასო, შთამომავლობა გაუგზარდოთო, გაუგრძელოთო და ღვინო დაალევინეს ამას. და იმ კაცმა არ იცოდა ლოტმა, რომ ღვინოს რო დაალევდა, თავის ქალიშვილებთან შეიძლება დაწოლილიყო?
ან ღმერთისა წავიდა მაგ დროს მოიყვანა ვიღაცა ქალი რა ღმერთი ყოვლად შემიძლია მოიყვანა ვიღაცა ქალი ლოტისთვის არ იცოდა რომ იმ ქალიშვილებმა ეგეთი აზრები გაუჩნდებოდათ იმ ქალიშვილებს მე კიდე ეჭვმეპარება რომ ამ ქალიშვილების აზრია ეს მე უფრო ეჭვმეპარება იმაში რომ მამამისი ლოტი თავის ქალიშვილებს აიძულებს რომ დაწვრენ მასთან მე ესე ვფიქრობ რა იმიტომ რომ არც ერთი ქალიშვილი არ მოისურვებს თავის მამასთან დაწოლას მით უმეტეს ორივე ქალიშვილი არ ვიცი რა ჯორჯიო რას წერს სად გადაყარა აბრაამა ბავშვები მდინარეში სად გადაყარა აბრაამა ბავშვები მდინარეში ეს ბრალდება იმის დასტურია რომ ადამიანს ბიბლიური ტექსტი მხოლოდ საპნის ოპერად გესმის ჯორჯიო იცი რა ძალიან ძირეულად განვიხილა და 36 თავამდე მეთქი მისული თქო რა შენ არ გესმის რა ვთქვი თუ ყრუ ხარ ბიჭო 36 თავში არ არის ჯერის მოთხრობილი რომ აბრაამი რას უზავს თავის შვილებს აგერ ვხედავ აბრაამა თავისი ცოლი გაასაღა თავისი ცოლი დად გაასაღა და მე რას იზავს ღმერთმა იცის კიდე რა უმსგავსოებს კიდე გეტყვი რა აბრაამმა თავისი ძმის შვილზე მილქაზე დაქორწინდა ნახორი თავისი ძმის შვილზე მილქაზე დაქორწინდა თავისი ნახორი დაქორწინდა ძმის შვილზე ბიჭო სადაური ებრაელი ხარ გამაგებინე ესეთი რომ გევასება ეგეთი რაღაცეები რა მერე აბრაამის შვილმა შთამომავლობამ რა გააკეთა იცი თავისი შვილი ვისაც მიათხოვა ეგვიპტელებს ხო მიათხოვა დაუხოცა მისმა შვილებმა დახოცეს სიმონმა და ლევმა დახოცეს თავისი დის ქმრიანობა მთელი ქალაქი დახოცეს კაცები და ქალები და ბავშვები წამოასხეს მონებად ეგ კარგი საქციელია მივალთ იქამდეც თავის ღმერთი რო ეუბნება რომ ის 200 ბავშვი მოკალიო იქამდეც მივალთ აგარი ტყვე თუ ნებაყოფლობითი მოწაფე ბიჭო ახარჭა რანაირად უნდა იყოს ნებაყოფლობითი რა სარას მონა არის აგარი და ეხლა ნუამართლებ უაზროთ რაღაცეებს რა მაგრამ აი ძალიან დებილურად აზროვნებ ჯორჯიო რა რო იცოდე რა შენ ცდილობ რაღაცა ხავს მოეკიდო რომელიც არ გაქვს სიწმინდე არ გაქვს სისხლში არ გაქვს სიწმინდე სისხლში რა ვერ მონახავ შენ სისხლში სიწმინდეს და ვერ მანახებ მაგალით სადაც კარგად მოიქცა ვინმე რა შენ წინაპარში თუ ებრაელი ხარ და ეხლა ცდილობ რომ აგარი ტყვე თუ ნებაყოფლობითი მოწაფე რანაირად უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი მოწაფე მონა ძალიან გაუხარდებოდა ეხლა აბრაამს უი რა კარგია იგი პრაქტიკას გავივლი სარასთან პრაქტიკაზე იყო ჩაწერილი და დაყვებოდა ესე ქალაქ ხო მერე ეს აბრაამი რო იხმარს და შვილს გააჩენინებს წყალს და პურს მისცემს და გააგდებს ნებაყოფლობით წავიდა აგარი ნებაყოფლობით წავიდა თავის პატარა თოთო შვილთან ერთად უდაბნოში პრაქტიკა გაიარა იმათთან სარასთან და აბრაამთან ისეთი კარგი პრაქტიკა გაიარა რომ შვილიც შეითითხნა კარგი რა ეგვიპტის ფარაონის ასული აგარი აბრაამთან ტყვეობაში კი არ წასულა არამედ საკუთარი ნებით ფაქტი აგარი იყო ფარაონის შვილი როდესაც მან ნახა აბრაამი და სარა გარშემო არსებული სულიერი სინათლე და სასწაულები მან თქვა ბიჭო ისეთი სულიერი სინათლე და სასწაულები იხილა აგარმა რომ აი დაზე რო იყო დაქორწინებული აბრაამი მაგრად მოეწონა რა კარგი რა რებს ლაპარაკობ ბიჭო კარგით რა როდესაც მან ნახა აბრაამისა და სარას გარშემო არსებული სულიერი სინათლე სასწაული ნახა აბარა სასწაულია დაზე რო დაქორწინები მაშ და დას რომ ცოლად ცოლს რომ დად გაასაღებს სასწაულია არსებული სულიერი სინათლე და სასწაულები მან თქვა მირჩევნია ვიყო მოსამსახური ამ სახლში ვიდრე დედოფალი ეგვიპტეში მიდრაში სტატუსი აგარი არ ყოფილა ტყვე ის იყო სარას პირადი მოსახლე კარგი მითხარი
თავი და მუხლი, აი ეს ინფორმაცია საიდან გაქვს? თავი და მუხლი და წავიკითხოთ. იყო სარას პირადი მოსახლე და მოგვიანებით აბრაამის ცოლი. მას ჰქონდა წვდომა იმ ცოდნაზე, რომელსაც მთელი მაშინდელი მსოფლიო ეძებდა. კარგი რა, ეხლა რა, მოიცა ერთი წუთი, ეხლა მაშინ უნდა შევეხო ამ წიგნის დამწერს რა. თუ ამ ქალს ის ცოდნა აქვს, რომ მაშინდელი სამყარო ეძებს, აი ეს აბრაამი რო გაუშვებს მაგ აგარს თავის შვილთან ერთად და ზის და იტირის რო შვილის სიკვდილს ვერ ნახავო, ვერ გამოიყენა ეს ცოდვა? ანგელოზის არამ გამოეცხადებოდა თუ ღმერთი? თავისი ცოდნა ვერ გამოიყენა და ვერ დაატრიალა იქ ჯადოქრობები, შვილის სიკვდილს რო არ ეყურა? ან იმ აბრაამს რო უჯერებს, რომ წადიო ეხლა შენ წყალი და სარას გამო რომ დაუჯერებს, მაშინ ვერ გამოიყენა ეს ცოდნა? თავი და მუხლი მითხარი მაგ ინფორმაციის საიდან გაქვს და მაინტერესებს ერთი რა. ეგვიპტის ხასიათი ეგვიპტე მიცრამი იყო ეპოქაში შავი ხვრელი, ისინი ყველას ატყვევებდნენ, ვინც მათ საზღვარზე კვეთდა. აბრაამი თავად იყო ფარაონისგან საფრთხეში, როდესაც სარა წაართვეს. მომისმინე ერთი წუთი, ეხლა უყურე. თუ ესეთი საშინელები არიან და იცი რომ ამ ტერიტორიაზე ალბათ გადაკვეთო, რა გინდა, რას ეტენები მაინც? აი რას ეტენები, სხვა ადგილი არ არის? ბიჭო, ის თავის მძღნერში განვიხილოთ მერე რა, მაგრამ შენზე მაქვს საკითხი ხა აბრაამზე მაქვს. თუ იცი რომ ეგვიპტე არის ესეთი საზისრობა და იქ შედიხარ და მომკლავენო, რატო შედიხარ იქ საერთოდ? ვინ გითხრა და ვინ გიბძანა შედიო რა? იმ ღმერთმა, ხო? იმ ღმერთმა, რომელიც გაცნობს რომ იქ წადი და იომეო, ხო? იმ ღმერთს ევასება მსხვერპლი მეთქი, გესმის? სისხლის სუნი უყვარს. რატო ეხლა რო შედიხარ და ომო, იქ ხო სისხლი უნდა დაიღვაროს. რატო აკეთებს ამას? თვითონ შევიდეს და თვითონ იომოს იმ ხალხთან. ამას ამ საწყალკაც რო უშვებს. და ეს დებილის რო უჯერებს იმ ღმერთს, რომელმაც აგერ ანადგურებს და ბაბილონზე ნახეთ რაც გააკეთა, ხო? კარგი. აბრაამთან ტყვეობაში კი არ წასულა, არამედ საკუთარი ნებით. ფაქტი, აგარი იყო ფარაონის შვილი, ეს წავიკითხეთ. სად გადაყარა აბრაამა, ესეც წავიკითხეთ. ეგვიპტის ხასიათი, ეგვიპტე მიცრამი იყო იმ ეპოქაში შავი ხვრელი, წავიკითხეთ. ფაქტი, აგარი იყო ფარაონის შვილი. სად გადაყარა, ბიჭო, რატო მატრიალებს ერთი და იგივე წრეზე ეს Facebook-ი? აგარი თავად გაიქცა ეგვიპტური სიბნელიდან. აბრაამის სინათლეში ის იყო პირველი ეგვიპტელი, ვინც მიხვდა, რომ პირამიდები ციხია, აბრაამის კარავი კი თავისუფლება. აბა ბიჭო, ისეთი თავისუფლება აბრაამის კარავი, რომ იქ ბავშვები წარმოიშობიან და მერე დავაი დაახვიეთ აქედანო ეუბნება. ეგვიპტემ ისრაელი დაატყვევა არა შურის ძიების, არამედ თავისი დემონური ბუნების გამო. ეგვიპტემ ისრაელი დაატყვევა არა შურის ძიების, არამედ თავისი დემონური ბუნების გამო. მას უნდა სინათლის შთანთქმა და მის მატერიად ქცევა. მომისმინე ახლა ჯორჯიო, ამ წიგნში წერია, რაც წავიკითხე, რომ ეგვიპტის მმართველი სარას წაიყვანს თავისთან. ის რო ბნელი ყოფილიყო, იმ ღამესვე იხმარდა სარას. არა, იმ ღამესვე არ იხმარას, არა, იმასაც გამოეცხადა უფალი და უთხრა, არ ახლო იმ ქალს ხელიო. იმისი უფალი, ანუ ამ მიცრამის შთამომავლობის ეგვიპტის ფარაონის უფალი უფრო სინდისიერია როგორც ჩანს, იმიტომ რომ სარაზე ეუბნება ეს ცოლიანი კაციაო, ისა გათხოვილი ქალიაო და ნუ ახლებ ხელსო. თორე ცოდვაში ჩაიგდებ თავსო. როგორც ჩანს, ეხლა მე 36 თავზე ვარ მეთქი გეუბნები. 36 თავამდე როგორც არის ეგვიპტის ფარაონი აღწერილი და მისი ღმერთი უფრო სინდისიერები ყოფილან. ამის ღმერთი კიდე აბრაამის ღმერთი. აბრაამს ეუბნება რომ შენ შედი იმ ქვეყანაშიო და აცდუნე ისო, იმიტომ რომ სოლიო გაასაღე დათო ეუბნება, გესმის? ეხლა მიდის აბრაამი და ეუბნება ამას და კინაღამ ცოდვაში აგდებს იმის ღმერთს. მე აქ ვარ მისული. ეხლა შენ რომელი მაგალითები მოგყავს? არ მოგყავს არც თავები და არც მუხლები. დამიწერე თავები და მუხლები თქო, გეუბნები რა. ამიტომ თავები და მუხლები თუ არ დაწერ, ჯერ არ წავიკითხო შენს კომენტარებს, იმიტომ რომ აგვირებ ტვინს. მე მივყვები
ფეხდა განვიხილავ ვინ სად რა მძღნელი მოჯვა გესმის და შენ მეუბნები იქ შემდეგ მძღნერებზე რომელიც შეიძლება არც იყოს სიმართლე არ მოგყავს თავები და მუხლები ეგვიპტემ ისრაელი ხო არ წავიკითხავ სადაც მუხლს და თავს არ დავინახავ ჯორჯიო არ გეწყინოს რა მე აღარ წავიკითხავ შენ კომენტარებს შემოგზავნილი ხარ ებრაელების მიერ ან ებრაელი ხარო სოფია ეუბნება ხო და სოფია ესეთი პასუხი გავეცი რა მომიყვანე მუხლები და თავები თუ არ მომიყვან მუხლებს და თავებს არც ერთის კომენტარს არ წავიკითხავ და კრიტიკას მით უმეტეს რა თამარ ენერგიას გართმევს არ შეეპასუხო თამარ ყოველთვის სიმართლეს საუბრობ რა წერია იმას მადლობა ნანა თამარ ყოველთვის სიმართლეს საუბრობო რატომ უნდა ვისაუბრო ღმერთმა უმალაპარაკოს სიცრუე ინტერესი არ მაქვს სიცრუის საუბრის რა რაც წერია იმას კითხულობს რამეს იგონებ არაფერს არ ვიგონებ ეხლა რაც წერია ზუსტად იმის მიხედვით მივდივარ აგერ ჯორჯიო ისევ და ისევ წერს იმხელა კომენტარს რომ არც თავები მოყავს და არც მუხლები ამიტომ გავატარებ ბიბლია ვინ დაწერა ებრაელებმა არ დაწერეს და რა მოახვიეს მთელს მსოფლიოს ხო მართალია ანი თარგმანი როგორც დამახინჯების სყარ ერთი ჯორჯიო უნდა ვნახოთ ვინ არის ტროლი ხო არ არის ამ ხელა კომენტარებს უცბად როგორ წერს ვერ ხვდები რა ადამიანია საერთოდ ეს ჯორჯიო მე რეგნახავ რო გავთიშავ თორა შემოქმედების ნეიტრალური ალგორითმი ეხლა თორა შემოგვიყანა ბიჭო მაცადე განხილვა რა რეებს ტვინს მიბურღავ მაცადე განხილვა 36 თავზე ვარ და 36 თავის მიხედვით მელაპარაკე რა ჯორჯიო G2G ხო G2G ხარ შენ სოფო მართალი ხარ შენ ამიტომ არ შემოუშვა უკან ღმერთმა მათი ერი მხოლოდ ერთი ტომი შემოიყვანა საქართველოში ისინი გაბრაზდნენ და სახელები იბერიელის ებრაელად გადააკეთეს მოსეს საფლავი საქართველოშიაო ამბობს ლე მონდე ბოლომდე წაიკითხე კომენტარები პასუხები მანდარისო ჯორჯიო გეტყვი რა ბოლომდე კი არა ეხლა უყურე შენ ხარ ენერგო ვამპირი როგორც ჩანს ეხლა შემოსული აქ უყურე გითხარი მოიყვანე თავები და მუხლები თუ არ დავინახავ კომენტარში თავს და მუხლს ხო თავი 2 წერტილი და მერე მუხლი თუ არ დავინახავ ასეთ მსგავს თავს და მუხლს არ წავიკითხავ შენს კომენტარებს გესმის იმიტომ რომ შენ ახლა მთელი შემოსევა გააკეთე შენი კომენტარების ფარაონმა გამოატანა აგარი საჩუქრად მამუკა გაგაძე ამბობს აგერ ფარაონს საჩუქრად ახლა დამიწერეთ მეთქი თავები და მუხლები რა გავიგო საჩუქრად გამოატანა თუ თვითონ გამოყვა ამიტომ ჭირდება თავები და მუხლები და თუ არ დაწერთ ახლა დადექით და ერთმანეთს ელაპარაკეთ თქვენ თავებთან თქვენთან რძე რა ღირს ჩვენთან 5 ლარი მე მგონი თუ 10 ლარი არ ვიცი ვეთანხმები არ ვეთანხმები მომხმარებლის სახელი ვეთანხმები მიწავიდა აქ რა ხდება ხალხო დაიკარგე აქედან მომხმარებლის სახელი ბილწი სიტყვებით იწერება ამიტომ მომხმარებლის სახელს დავბლოკავ არა გავთიშავ აქედან შო ეს მომხმარებელი ნახე რა ხედავ როგორ გვიშლიან შემოყარეს ტროლები და ბოტები ეხლა ეს იმათ კარგი ჩვენ არ დავნებდებით მეგობრებო გავაგზელოთ კარგი იყო ეს ცოტა გადახვევა მიმოხილვა და გავაგზელოთ 37 თავი ესეთი ადვილი მებრძოლი თამარი ხმალაობით როგორ ფიქრობთ ადვილად დადებს ხმალს არა მეგობრებო თამარის ხმალი ძალიან ბასრია და ძალიან საინტერესოა თამარის ხმალი ისეთია რომ ვერც ერთი ტროლი და ვერც ერთი ბოტი ვერ მოერევა თავი 37 დაბადების თავი 37
ზოგან წერია 37, ზოგან 17. დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურების ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში. იაკობი. ეხლა ჩვენ გადავიდეთ სად, იცი? აქ იაკობი სად არის? ნოეს პირველი შვილი სემისგან, სემი არის სემაშა იაკობი, იაკობი სად არის? აბრაამი, სარა, ნახორი, ჰარამი, მილქა. მილქა არის, მილქა და ნახორი ცოლია, ლოტი ისქა, ჰარამა შვა, მილქა, ლოტი და ისქა და აბრაამი ვინ შვა, მეგობრებო? იაკობი ვინ შვა უпроსწორედ? აბრაამა, ხო? თერახმა შვა აბრაამი პირველი, ნახორი და ჰარანი. ჰარანმა შვა მილქა, ხოლო ნახორმა შვა მე მგონი იაკობი. მაგას მე ამოვწებნი, ახლა დრო არ დავხარჯოთ, გაიგეთ? და უბრალოდ გავაგრძელოთ რა. დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში. აი აქ. ქანაანის ქვეყანაში. აი აქ დავწეროთ ახლა იაკობი. იაკობი. აჰა იაკობის მოდგმა 17 წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამამისისეულ ფარას. 17 წლის იყო იოსები. იაკობის მოდგმა არის იოსები. მოდი ახლა დავიწყოთ იაკობის მოდგმა ცალკე ავიღოთ და ცალკე ჩამოვწეროთ. იაკობი. იაკობმა შვა იოსები. და 17 წლის იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად. ესე იგი, იაკობს კიდე სხვა ცოლები ყავდა. მამამისის ცოლების ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთადო. ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ბილჰა და იაკობს ყავდა, ესე იგი, ცოლები. იაკობის ცოლები. ბილჰა, ზილფა და აქეთ ყავდა იაკობს რებეკა და ის არ ყავდა კიდე? რებეკა. და კიდევ ყავდა ლეა. კი ბატონო. ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან. აჰა, მამამისის მსგავსია ესეც. სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, ხო? ანუ იაკობს ქვია ისრაელი მეორენაირად რა? ისრაელი. ღმერთმა არ შეარქვა ასე? ანუ ღმერთს რომ მოერიაო ეს მისი სახელი, ეგ არის ისრაელი. სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მის სიბერის შვილი იყო იგი, შეუკრა მას ჭრელი კვართი, დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად. დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს ის ძმებმა. ესე იგი, იოსებს მიჰქონდა იმ ძმებზე ცუდი ამბები და ამას მაინც უყვარდა იაკობს. ხო, ამიტომ ძმებსაც შეძულდათ, რომ იაკობს ის უყვარდა. ანუ სამართლიანად შეძულდათ ახლა ეს. იმიტომ რომ თუ ამ ძმებს აქეზებს ეს იოსები და შენ მაინც ამ ბავშვზე გაბოდებს, ხო? აბა ეხლა შური შენგან წარმოვიდა იმ ბავშვებში.
უთხრა მათ მოისმინეთ ეს სიზმარი რომელიც მესიზმრა აჰა ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში აჰა წამოდგა ჩემი ძმა და ზე აღიმართა გარშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანის წეს ჩემს ძნას მოიცა აქ ძნებია და ეხლა ძმა არის თუ ძნა ძნა ხო ის არის კონა რაღაცა ეს შეკრა ძნა წერია და მოდი ძნას წავიდეთ აჰა ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში აჰა წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა გარშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანის წეს ჩემს ძნას უთხრეს ძმებმა ნუ თუ ჩვენზე იმეფებ ნუ თუ პატრონად გაგვიხდები და კიდე უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა კვლავ დამესიზმრა სიზმარი აჰა მზე და მთვარე და 11 ვარსკვლავი მცემენ თაყვანს ეხლა უყური აქ იესომაც 12 მოწაფე არ აირჩია აქ 12-თან გვაქვს მივიდივართ საკრალურ ციფრთან ხო სწორედ წერია ძნაო კი ბატონო უამბო მამასა და ძნებს და გაკიცხა იგი უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა რა არის ეგ სიზმარი რომ გესიზმრა ნუ თუ მე და დედა შენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ შემოწყრნენ ძმები იოსებს შემოსწყრნენ ძმები იოსებს ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასაწყემსად შექემი სად არის ახლა აბა ვნახოთ შექემი შექემი არ ჩანს მაგრამ ჩავწერ აგერ აქ აბა შექემი თუ არის აქ ნახსენები ხარანია აქ ნახსენები ქალაქი შექემი არ არის ნახსენები შექემი ქალაქი შექემი შექემში არ მწყემსავენ შენი ძმები მოდი გამენგზავნე მათთან მანაც მიუგო კარგი ბატონო უთხრა იაკობმა წადი გაიგე როგორ არიან შენი ძმები როგორ არის ფარა და მომიტანი ამბავი გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს ხებრონი არის აი აქ ხებრონი აქ არ არის მოიცა ხებრონი აქ არის აი ჰებრონი სადღაც შეხვდა მეგობრებო და ჩავიწერე კიდეც მაგრამ აბა ეხლა სად არის ჰებრონი გამახსენეთ აბა ბიჭო გააჯიში არა კაცო რა ეს ხო დავბლოკე და რა უნდა ამას კიდე რა მომხმარებელი ბლოკირე დავბლოკე ახლა და იმას ვიზავ რა ქვია წეღან გავუშვი და ეთყობა არ წავიდა და ახლა დავბლოკე მამუკა დაისვენებს ეგ ბილწი კაცი ეგ ტროლია არც იქნება ადამიანი ნუ ბილწი სიტყვები შემოაქვს ბილწი სიტყვა არ არსებობს მაგრამ შემოაქვს სხვა სურათები რა რომ ისა რა ქვია რაღაცეები რა
თავის აზრით შეურაცხყოფას გვაყენებს, მაგრამ თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას. მე ვეძებ ჰებრონს. ჰებრონი შევხვდა ჩვენ მეგობრებო, ამიტომ ამოვიწერ ქალაქი შექემი და ესენი უნდა გავაკეთო სად არიან? ქალაქი ჰებრონი. ჰებრონი იყო აი აქეთ უფრო რა, ქანაანის ადგილზე. წავიდნენ მისი ძმები, ხო, უთხრა იაკობმა, წადი გაიგე როგორ არიან, ხო, უთხრა ძმებს ვეძებ. ჰებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს. ჰებრონი თუ ჰებრონი? წავიდა და შექემს მივიდა. იპოვა იგი მინდორში ვიღაც კაცმა გზააბნეული და ჰკითხა იმ კაცმა, რას ეძებ? უთხრა ძმებს ვეძებ, იმასწავლე სად მწყემსავენ. უთხრა იმ კაცმა, წასული არიან აქედან, ყური მოვკარი, ამბობდნენ დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ. დოთაინი. დოთაინი. შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს შორიდან მოჰკრეს თვალი მათ და ვიდრე ახლოს მოვიდო და განიზრახეს მისი მოკლა. უთხრეს ერთმანეთს, შეხედე მოდის ეს მესიზვრე. ქანაანის ქვეყანაშია ჰებრონიო, ხო, აი ჰებრონი უნდა იყოს სადღაც აი აქ. მეც ეგრე მახსოვდა. ახლა მოდი მოვკლათ და სადმე ჭაში ჩავაგდოთ. ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა, მაშინ ვნახოთ როგორ აუხდება სიზმრები. გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა, ნუ მოკლავთ, რეუბენი ის არ არის? შვილი მისი. აბრაამის შვილი არ არის რეუბენი? სადღაცა შეგვხვდა აქ რეუბენი. რეუბენი. იაკობის უფროსი შვილი რა რეუბენიო. იოსები ვისგან? რომელი ცოლისგან? ლეასგან? რეუბენი. ახლა მოდი მოკლათ და სადმე ჭაში ხო? გაიგონა რეუბენმა და თქვა, ნუ მოკლავთ. უთხრა მათ რეუბენმა, ნუ დაღვდრით სისხლს უდაბნოში რომ იქ ჩააგდეთ, ნუ გაიმეტეთ სასიკვდილოდ, რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა. როგორც კი მივიდა ძმებთან, იოსები შემოაძარცვეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი ზედ რომ ეცვა. აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები. ცარიელი იყო ჭა. წყალი არ იდგა. დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან. ესე ისმაელიანთა. ისმაელი კიდე ვისი შვილია? ისმაელი არის
ისმაილი ის არ არის? აგარას შვილი? აგარას შვილი არის ისმაილი. ანუ აბრაამის ძმა არ არის ისმაელი. ხო ეგრეა. ეგ აღარ ჩამიწერია ახლა. იაკობი. აბრაამის შვილი არის ისრაელი, ხო? ისმაილი, ხო? კითხვა, ვინ არის ისმაილი? ჩავწეროთ. ისმაილიანი იყო ეს, ხო? მოდის ქარავანი ისმაილიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან. აკლემს მოქვს გუნდრუკი. იოსები და ბენიამინი არიან ნამდვილიო? ბენიამინი ვისგან ყავს? რომელი ცოლისგან ყავს? დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხსენეს და დაინახეს ისმაილიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან. აკლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი. მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად. უთხრა იუდამ ძმებს, რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკლა და მისი სისხლის დაფარვა? მოდი მივყიდოთ ისმაილიანებს, ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმა, ჩვენი სისხლისა და ხორცი, ჩვენი სისხლი და ხორცი. ეხლა გაიგეს ჩვენი სისხლი და ხორცი რო არისო, ის ვაჭარის სისხლი გაეღვიძათ. კი, აგარის შვილია ისმაილი, ხო? აგარის შვილია ისმაილი. ანუ აქ ჩავწეროთ. აბრაამი, სარა და ისმაილი. აგარასგან. საინტერესო ხა რა არის, იცი, აი აქ ისმაილმა შექმნა ისმაილის სამფლობელო აქვს როგორ შენს. ვინ არის ისმაილი? აგარას შვილი. აგარას და იაკობის. ის აბრაამის პროსი, აბრაამის. აგარას შვილი და აბრაამის შვილი. როგორც ჩანს, რადგან ესე მოიკიდა ფეხი როგორც ჩანს ამ ისმაილიანებმა. ხო და ამათ ეხლა ძმებს გაიღვიძათ ეს ვაჭრული სისხლი და რატომ მოვკლათო კაცო, აგერ მივყიდოთო. უთხრა იუდამ ძმებს, რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკლა, ხო? იუდა ეს თავისთავად ამ სახელში ჩადებული არის ვაჭარის რაღაც სული, გესმის? მოდი მოვყიდოთ ისმაილიანებს, ჩაიარეს მიდანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიყიდეს იოსები ისმაილიანებს 20 ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში, 20 ვერცხლი აიღეს თავის ძმაში. ასეთი კარგი ებრაელური სისხლი აქვთ ამ ორიჯის წარმომადგენლებს. მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და ხედავს, აღარაა ჭაში იოსები და შემოიხია სამოსელი რეუბენმა. ეს რეუბენი რომელია ახლა? რეუბენიც ერთ-ერთი ძმა არის. ლეას
შვილი, ხო, ლეას რეუბენი. მოიცა, ვერ გავიგებ, თვითონ არ გაყიდეს და ეს რეუბენი სად იყო, მოსაფსმელად წასული თუ რა არის? მოდი მივყიდოთ ისმაილიანებს ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმა, ჩვენი სისხლი და ხორცი დაუჯერეს ძმებმა, ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა. ეს ეხლა ვაჭრებმა დაასწრეს ამათ. ვაჭრებმა დაასწრეს, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიყიდეს იოსები ისმაილიანებს 20 ვერცხლად. მათაც აიყვანეს იოსები ეგვიპტეში. და აგერ დაბრუნდა ძმებთან ერთად უთხრა, აღარსა და ბავშვი, რა ვქნათ ახლა სად წავიდეთ? საიწყელი 17 წლის იყო, შემეცოდა. ეგრე მოგიხდებათ, ხო გინდოდათ მოკლა. მოდა ეხლა დაგხვდათ მან წყნერი. აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი სისხლი კვართი. აიღეს ჭრელი კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს, ვიპოვეთ, ნახე შენი შვილის კვართი ხომ არ არის? იცნო კვართი და თქვა, ჩემი შვილის კვართია, ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები, ნახე რა მატყუარა მოდგმა არა. ტანზე შემოიხია იაკობმა ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს. ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა, მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში, დასტიროდა მას მამამისი. მიდიანელებმა მიყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდა ქართუხუცეს. ქონდა ქართუხუცეს. ეს რაღა ჯანდაბა არის, ქონდა ქართუხუცეს. ეს ბალახს, ანუ ქიმიას ვინცა წარმოებს. ქონდა ქართუხუცეს. ChatGPT შენი დახმარება მჭირდება? დედიკო, ერთი წუთი მოდი რა, მომიტანე ჩემი ტელეფონი. მივედით თავი 38-მდე. მიყიდიან ეგვიპტეში, წაიყვანენ და მერე იოსები დაეხმარება დიდი გაჭირვების დროს მეორე კაცი გახდება, მთელი ეგვიპტეში მართველი გახდება. საინტერესოა. ხო, ეგ მეც გამიგია. ჭორების დონეზე. ივანე, მოდი ჩქარა, მაინტერესებს ეხლა რაღაც უნდა ვკითხო ChatGPT-ს. ქონდა ქართუხუცესი, მაინტერესებს რა სიტყვაა. შო, დედიკო, ეხლა გეყოფა, აღარ უყურა ამას. მორჩა, კაი? ქონდა ქართუხუცესი. ქონდა ქართუხუცესობა რაა? საუკუნეების საქართველოს სამეფო კარის ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე იყო სიტყვა შედგება ასე: ქონდა ქარი სამეფო ხაზინას საცავი ან საგანძური, უხუცესი უფროსი მთავარი. ანუ ქონდა ქართუხუცესი იყო ადამიანი, რომელიც სამეფო ქონებას ხაზინა. ეგ მეჭურჭეთ უხუცესობა არ არის? ხაზინა საგანძურს და ხშირად ფინანსურ საქმეებს განაგებდა. ანუ ნახე, ფინანსური საქმეები არის მეჭურჭრეთ უხუცესობა, მაგრამ როგორც ჩანს, მერე დაიყო ეს მეჭურჭრე. მე-18 საუკუნეში უკვე ეს სიტყვა აღარ გვხვდება, მე მგონი, იმიტომ რომ არ შემხვედრია ასეთ პირველში. იყო ადამიანი, რომელიც სამეფო ქონებას, ხაზინას და საგანძურს, ესე იგი საგანძურთან არის საკითხი, ხშირად ფინანსურსაცო. თუ საგანძური, ესე იგი გამოდის, რომ კულტურასა და კულტურა არა, უფრო რა ქვია მაგას. როგორ არ მახსენდება ეგ სიტყვა. აი ამ იმას რაც განაგებს მუზეუმებს და არტეფაქტებს და ხელნაკეთობებს და რა ქვია მაგას, კაცო? არ მომდის ეგ სიტყვა ეხლა. აქვს სიტყვა მაგას. ეს თანამდებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თამარ მეფის ეპოქაში. ქონდა ქართუხუცესი შეიძლებოდა ებარა სამეფო შემოსავლები, ძვირფასი ნივთები,
ძვირფასი ნივთები, აი ძვირფასი ნივთები, საბუთები და ბეჭდები. ზოგჯერ ადმინისტრაციული და პოლიტიკური საქმეები. ანუ ესე იგი ხელოვნებად ცოდნეობა, ხო, ხელოვნებას ეკუთვნის ეს, ხელოვნებას და იმას საგანძურებს. დამწერლობა, ხელოვნება უფრო, იმიტომ რომ მეჭურჭლად უხუცესობა იყო ეს ფინანსებთან და ქონდათ კაცს უხუცესობა, მართლა პირველად გავიგე, არ წამიკითხავს ჯერ, არსად არ შემხვიდრია, ან შემხვედრია და არ მიმიქცევია ყურადღება. ზოგ წყაროში ქონდა ქარი, ასევე ხელნაწერთა ან საეკლესიო საგანძურის მცველებს უკავშირდება. ხო, საეკლესიო და საგანძურის მცველებს, კი. ეგ უფრო არის. ანუ ეგ უფრო არის, ვიდრე მეჭურჭლად უხუცესობა. ეხლა, მივედით თავი 39-ამდე. ანუ ესე იგი იყიდა ქონდათ კაც უხუცესმა, ხო? აჰა, ეს იოსები იყიდა ამან, ნუ კარგ ხელში ჩავარდნიდა რა. როგორც ჩანს, ეს ტყუილად არ მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ აი უზენაესი ღმერთი რო განაგებს, მისი საკითხით არის ეს იოსები მოხვედრილი იქ, სადაც მნიშვნელოვანია, სადაც ალბათ ისწავლის წერა-კითხვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ სავარაუდოდ ამ ქონდათ კაცს სჭირდებოდა დამწერლობითი სამუშაოების შემსრულებელი და ასწავლის მერე წერა-კითხოს, ხო, ეს ჩემი ინტუიციურიდან გამომდინარე. ფარაონის ცოლით მოეწონება ეტყვის, ჩემთან დაწექით უარის ეტყვის, ამიტომ ციხეში დაიჭერენ. ჩემთან დაწექი უარს ეტყვის, ამიტომ ციხეში დაიჭერენ, რა დღეები გაატარა საწყალმა. ღმერთი ასწავლის, გამოწვრთნის. ხო რა არ დედიკო? კი, შეგვიძლია, მოდი ახლა დავასრულოთ მაშინ. აი წერტილი დავუშვათ აქ. თავი 38-მდე ვართ მეგობრებო. დღეს გამოგვივიდა ალბათ დიდი კიდევ შემოგიერთდებით. ეხლა მე გავისეირნებ ჩემ ბავშვთან ერთად. საინტერესო საუბრები იყო. სერიოზული განვითარებები ხდება უკვე ამ მრუშობასა და მკვლელობაში. იაკობი, ისრაელი. ესე იგი, გამოდის რომ ჩვენ ვართ გაუგებარ ვითარებებში. ვინ სად როგორ რანაირად ვის რა მოეხუშტურა და ეს ღმერთი კიდე უარესად დადის და ტვინსურებს ამ ხალხს. ის ღმერთი რა, ეხლა ვინც ელაპარაკება, მე არ მგონია რომ ეგ ღმერთი იყოს, მაგრამ ვინც არის? გავიგებთ ვინ არის. მაგასაც ვიპოვე. ამოვთხრი. მამუკა, შენ ბიბლია მართლა ზეპირად გწოდნია რა ხდება. მეც ზეპირად ვსწავლობ აგერ, მე მგონი. წავედი აბა დროებით.